მე ამას არ ვუყურებ, რომ ეს არის მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი პრობლემა. მე ამას ვუყურებ, რომ ეს არის სიდის გაწვნა მთელი აკადემიური საზოგადოებისთვის. შენობები კი პოლიტიკურად სტუდენტების ესე ვთქვათ ჩახსნა პოლიტიკური პროცესებიდან კი აკადემიური პერსონალის და თავისუფალი უნივერსიტეტების დასუსტება კი რა შრომის ბაზარი ხდება რეალურად ახალგაზრდას დღეს საქართველოში მოდი ასე დავსვათ კითხვა ზოგადად ეს რეფორმა არის ნაკლების რეფორმა ნაკლები წელი სკოლაში ნაკლები წელი ბაკალავრიატზე ნაკლები წელი მაგისტრატურაში თუ იქნები ჩუმად უფრო სწრაფად მოხდება შენი განადგურება. აი, სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის кейსი არის ეს кейსი. საბაზრო ეკონომიკით აწყობილი განათლების არ მჭერა. სწავლა ბევრი სტუდენტისთვის საქართველოში იყო ისედაც მოგესალმებით რეპორტიორის პოდკასტის მეორე ეპიზოდში მინდა ვილაპარაკო ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე, იმ ცვლილებებზე, რომელიც იგეგმება სკოლებსა და უნივერსიტეტებში და იმ ცვლილებებზე, რომელიც შეეხება მთლიანად საზოგადოებას, მოსწავლეებს, მშობლებს, აბიტურიენტებს, სტუდენტებს, გამომცემლებს მათ შორის და განათლების სფეროს მკვლევრების შეფასებით ეს რეფორმა სერიოზულ ზიანს მოუტანს მთლიანად ქვეყანას. დღეს თან ერთად არიან ქეთი გურჩიანი, პროფესორი ანთროპოლოგიის მიმართულებით და გოგა ხიშტოვანი, ეკონომისტი. რატომ ეკონომისტი? ამის ახსნას ცოტა მოგვიანებით ვაპირებდი. თუმცა აი ამ პოდკასტის ჩაწერამდე რამდენიმე საათით ადრე გივი მიქანაძისგან, რომელიც არის განათლების მინისტრი, ბრიფინგიდან შევიტყვეთ, რომ უნდა გაერთიანდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი. პროექტ 64-ის ფარგლებში რეპორტიორის დღიურის YouTube არხზე მოვამზადეთ საკმაოდ ვრცელი ვიდეო, სადაც ველაპარაკეთ მასწავლებლებს, სტუდენტებს, აკადემიურ წრეს, ასევე განათლების მკვლევრებს და გამომცემლებს და თუ დაგაინტერესებთ, დავლინკავ კიდევაც პრინციპში ამ პოდკასტის ქვეშ აუცილებლად. სანამ ძირითად კითხვებზე გადავალ და ბევრი სალაპარაკოა, თუმცა უფრო მეტად მინდოდა რეალურად იმ ფინანსურ ნაწილზე საუბარი თქვენთან და ქეთი თქვენთან ზოგადად რეფორმის შინაარსზე. ფინანსურ ნაწილს გულისხმობ, იმიტომ რომ რეალურად, როდესაც რაღაც გარკვეული რეფორმა ანონსდება, მით უმეტეს როდესაც ეს განათლებას ეხება, პირველი რაც შეიძლება თავში მოგვივიდეს, ეს არის ბიუჯეტის გაზრდა, ხო, აი ამ რეფორმისთვის, თუმცა რეალურად მაღალჩინოსნებმა თქვენს ეგეთი რაღაც ქართული ოცნებისა, რომ უნდა გაიყიდოს საუნივერსიტეტო შენობები და ამით დაფინანსდეს ეს რეფორმა. პირველი კითხვა მაინც მინდა ეხებოდეს დღევანდელ ახალ ამბავს და ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით, რას ნიშნავს თითოეული თქვენგანისთვის დღევანდელი დაანონსებული ამბავი, რომ TSO, ანუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა შეუერთდეს გაერთიანდეს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. რას ნიშნავს? ანუ პირდაპირ კითხოთ, ეს არის უბრალოდ ბიზნეს ინტერესი, შენობების გაყიდვის ინტერესი, თუ გაცილებით ესეთი დიადი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს ქართულ ოცნებას. დავიწყებ მაშინ პირველ რიგში ესე იგი ეს არის ჩემი აზრით შოკი TSO-სთვის, შოკი ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, მისი აკადემიური პერსონალისთვის, მისი სტუდენტებისთვის. პირველ რიგში ჩემი სოლიდარობა აკადემიურ პერსონალს, ჩემი აზრით სახელმწიფო არ უნდა ექცეოდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ასე რომ ის რაღაცა Facebook-იდან საინფორმაციო წყაროდან იგებდეს იმას, რომ მისი უნივერსიტეტი უერთდება სხვა უნივერსიტეტს. მე ვფიქრობ, ეს სიმპტომატურია იმ ხრივადაც, რომ აი ძალიან ბევრს საუბრობდით, ცოტა ნახტომები გამომივიდეს, მაგრამ ძალიან ბევრს საუბრობდით ამ რეფორმის, ესე ვთქვათ, დაუგეგმაობაზე რა, ანუ ესეთ ad hoc რეფორმა თავშtildeებას ტოვებდა პირველივე დღიდან, როდესაც ეს კონცეფციის დოკუმენტი გასაჯაროვდა და აი რაც უფრო დრო გადის, ვრწმუნდებით, ისინი ვინც ფიქრობდით, რომ ეს არ არის კარგად დაგეგმილი პროცესი, თუ რამდენად მართლა ეს ყველაფერი არის დაუგეგმავი და სტიქიური და ეს არის ამის გამოხატულება, უბრალოდ დავესესხები ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, რომელმაც რომ გუშინ გაიგო ტელევიზიით, რომ მისი უნივერსიტეტი უერთდება, ერთიანდება თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტთან, აქაც თავის სახელი დავარქვათ ყველაფერს, ეს არ არის გაერთიანება ტიპური, ეს არის პრინციპში ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება, იმიტომ რომ რჩება
როგორც დღეს გავიგეთ დროთა განმავლობაში რჩება მხოლოდ TSU ეს ნიშნავს რომ უქმდება ტექნიკური უნივერსიტეტი, ანუ რექტორი და თუ რექტორმა ეს გუშინ გაიგო, სავარაუდოდ სხვა არავინ სხვა არ იცოდა ზუსტად, გაიგო გუშინ რომ დღეს მისი უნივერსიტეტი გაუქმდა. და კონსულტაციები ამის შემდეგ უნდა დაიწყოს. და ახლა აპირებს რომ ამასთან დაკავშირებით რომ სახელმწიფო, ანუ უბრალოდ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა რომ გააუქმოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ამაზე უნდა დაიწყოს კონსულტაცია აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან. ანუ აი ამ ერთი წინადადებით მგონი გასაგებია რაში ვართ, სად ვართ და რამდენად აი არ ვიცი რა სახელი დავარქვა, შეიძლება კონკრეტულად მოვიფიქრო, მაგრამ აი არ ვიცი ქაოსი. არ ვიცი. და ერთსაც დავამატე ახლა მიზნებს რა რომ გამიგძელდეს. ძალიან მე მგონია რომ ორი მიზანი აქვს ამ ყველაფერს. გარდა შეიძლება იმ ფინანსური ასპექტისა, ზოგადად თქვით რომ რაცა თუ არ მგონია რა, შეიძლება ან იყოს, ან კი არ იყოს, დაიღოს უბრალოდ. რა, ანუ ფინანსური ელემენტი შეიძლება არის, ანუ ეს ტერიტორიებს აქვთ ნამდვილად დიდი ღირებულება, მაგრამ მგონია რომ როდესაც აი ამ დიდ სურათის დანახვა გვინდა, ბევრი ელემენტია. არის ფინანსებიც, არის პოლიტიკაც, არის რაღაცა ხედვებიც და აქედან გამომდინარე ვიტყოდი რომ აქ არის ჩემი აზრით გარდა აი ამ მართლაც შენობების ასე ვთქვათ დატაცებისა თუ მე გადაცემისა არის შემდეგი ჩემთვის სამი ფაქტორი ახლა. პირველი ეს არის ქუთაისის ტექნიკური საერთაშორისო უნივერსიტეტი. ეს უნივერსიტეტი ტექნიკური პროფილით შეიქმნა, მისი მთავარი პარტნიორი იყო მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი და რჩება და შესაბამისად თუ გახსოვთ ასე ვთქვათ ვერბალურ დონეზეც კი საუბარი იყო რომ ანუ ორი ცენტრი უნდა შეიქმნას და შეიძლება მაშინ უკვე იყო ამ იდეის ეს ფიქრი ამ იდეაზე და შესაბამისად რა იყო პრობლემა? პრობლემა ის იყო რომ ვერ მოიზიდა საკმარისი სტუდენტი ამ სასწავლებელმა, ვერც ქართველი, ვერც უცხოელი და ქართულ ფონდი დღემდე არ ვიცი ზუსტი თანხა, მაგრამ ვარაუდობ ეს თანხა იქნება სადაც 80-დან 100 მილიონ ლარამდე წელიწადში ხარჯავს იმაში რომ შეინახოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ეს მთლიანი რეფორმა და ეს კონკრეტული გადაწყვეტილება ამ რეფორმის ფარგლებში ჩემი აზრით არის მცდელობა ფინანსურად ამ უნივერსიტეტის ასე ვთქვათ, გადარჩენის ან როგორც მინიმუმ ქართულ ფონდისგან აი ამ ფინანსური ტვირთის მოხსნის. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო პრობლემა, იმიტომ რომ ბევრი დიდი ნაწილი ტექნიკური საგნების და ფინანსების და ასე შემდეგ მოდიოდა მასზე და ეხლა აღარ არსებობს უნივერსიტეტი, აღარ არსებობს პრობლემა. ეს ერთი. მეორე, ჩემი აზრით, არის დაკავშირებული მეორე საკითხი დაკავშირებულია იმასთან, რომ უშუალოდ ეხლა რა პროცესი არის. ეხლა არის პროცესი ამ აბსურდი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის ფარგლებში, რომ ვინ წაიღებდა პროგრამებს. ვის რა პროგრამები ექნებოდა. და შესაბამისად ყველაზე ძლიერი ორი მოთამაშე, იმიტომ რომ აქ ჩვეულებრივი კულუარული თამაშებია, ხო? და ყველაზე ძლიერი იყო TSU და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. იქნებოდა დიდი დაპირისპირება, ჩემი აზრით, ესეთი არაფორმალურ დონეზე ამ უნივერსიტეტს შორის და ამან შეიძლება გამოიწვია იმდენად, ესე ვთქვათ, არასასურველი პროცესი, რომ გადაწყვიტა ქართულ ოცნებამ, რომ ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით ეს პრობლემა მოაგვარა. ანუ აღარ არსებობს ორი უნივერსიტეტი არის მისგან ერთი შექმნილი, შესაბამისად პრობლემაც აღარ არის. და მესამე ფაქტორი, ამასაც ვახსენებ, არ უნდა ესე ვთქვათ, ჩვენ ვიცით რომ ვამბობდით ყველანი მგონი ვინც აქ ვართ მინიმუმ რომ საკმაოდ სენსიტიური არის ეს პროცესი და რეზისტენტულობა არის სინამდვილეში ბევრად უფრო მაღალი ვიდრე შეიძლება გონია ჩვეულებრივ გარე დამკვირვებელს, რომელიც შეიძლება ფიქრობს რომ ერთადერთი ილია უნი
ხმამაღლა ლაპარაკობს იმაზე თუ რა აბსურდია ეს ყველაფერი და ილიაუნის წარმომადგენლები საუბრობენ ამაზე და ყველა დანარჩენს მოწონს ეს პროცესი. მე შემიძლია გითხრათ, რომ რაც ვიცი, რომ ასე ვთქვათ, უკმაყოფილება და ასე ვთქვათ, უკმაყოფილება იმით თუ რა იგეგმებოდა, იყო ბევრად უფრო დიდი სხვადასხვა სასწავლებლებში და რა პრობლემა, ანუ ძალიან საყურადღებოა ის განცხადებების კონტექსტი, რა რომ რექტორის რაღაცა საბჭო იქნება ახლა მართველი ამ პროცესის, ამ საბჭოში იქნება რექტორის და მისი მოადგილეების, მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც ანუ ფაქტიურად ის მართველობის სტრუქტურები, რომლებიც არსებობდა თსეუში და ტექნიკურ უნივერსიტეტში, როგორც გააცხადა ქართულ მოცნება, აღარ არსებობს, შესაბამისად ამ უნივერსიტეტებში ის წინააღმდეგობის გამოჩენის ალბათობაც ავტომატურად იმ ხრივ შემცირდა, რომ ყველანი, ასე ვთქვათ, ჰაერში აღმოჩნდნენ. და ვფიქრობ, ესეც არის, ხო? ანუ როგორც ჩანს, ვარაუდის დონეზე, როგორც ჩანს, ესე მარტივი არ აღმოჩნდა ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, არა მხოლოდ, ესა რა ქვია, რეალობაში განსახორციელებელი, როგორც განაცხადა თავის დროზე ქართულმა ოცნებამ და მას დაჭირდა აი ესეთი, მე ვიტყოდი პირდაპირ ქირურგიული ჩარევების დაანონსება იმისთვის რომ ეს ყველაფერი გაიტანოს და დავასრულებ იმით რომ აპატიეთ გამიგზელდა მაგრამ დავასრულებ იმ საათი თქვით და საათში ბევრი რაღაც მოსწრება გვინდა ხო ჩვენ რო გქონდეს 3 საათი ხო და ესე იგი რისი თქმა მინდა იცით რომ აი ეს პროცესი რა ეს ანუ უნივერსიტეტები არიან რთული ორგანიზმები და აქ აი ეს ხისტი მიდგომა მე თავიდანვე აი ვფიქრობდი ჩემთვის რა რომ ეს როგორი ეს არის რთულად განხორციელებადი ძალიან და შესაბამისად ეხლაც რაც დაანონსეს სოფოდო გამოვიდა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და რაღაცა უნდა გადავწყვიტოთ ჩვენც უნდა გადავწყვიტოთ ანუ ესე მარტივი როგორც ჩანს ესეც არ არის და როგორც ჩანს აი ზუსტად მივექანებით საითკენ რა რომ ეს ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი შეიძლება შეგვჭეს ბოლოს ერთი ქვეყანა ერთი უნივერსიტეტი იმიტომ რომ სხვანაირად აი ამ კომპლექსური ქსოვილის როგორც არის უნივერსიტეტი დამორჩილებას ქართული ოცნება ჩემი აზრით ვერ ახერხებს მე ვარაუდობდი რომ ვერ მოახერხებდა და რა ხდება ქირურგიული ჩარევები აღარ არის ორი უნივერსიტეტი აღარ არის პრობლემა. ხო, ეგ საინტერესო ვერსია, იმიტომ რომ იდეაში მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ ტრადიციული მიმართულებების მიხედვით, ანუ ვისთვის რა არის ტრადიციული მიმართულება უნივერსიტეტში, ესაც ზართული განსასაზღვრი იქნებოდა და შიდა ეს რაღაცა დაძაბულობასაც შექმნიდა და ხო, ეგაც ძალიან საინტერესო ვერსია. თქვენ რას ფიქრობთ, კეთი? მე ვეთანხმები გოგას დამატებით მინდა და მეთქვა, რაც ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, ეს არის აკადემიური თავისუფლების და ავტონომიის სრული უგულყოფა, როდესაც გუშინ უცბად შეატყობინეს, რომ ისინი უქმდებიან. ანუ ამას ახლა დავისახელიო დავარქვათ, ეს არის გაუქმება. ეს კი არ არის, ერთი მხრივ ზოგი ამბობს, რომ აი იყვნენ ჩუმად ან ეგონა რომ დაალაგებდა ამას საბჭოთა მოდელით, რომ რაღაცას უფრო გაუღიმებდა ვიდრე სხვა რექტორი უღიმის და ამიტომ მას არაფერი არ შეეხებოდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ასე არ არის. ასე არ მოხდა არც 30-იან წლებში რეპრესიების დროს, როცა ის რექტორები, რომლებიც თვითონ დევნიდნენ სხვა პროფესორებს და რექტორებს იყვნენ რეპრესირებულები, ეხლა იგივე განმარტება ზუსტად. პირველი, ვისაც შეძლებენ, რომ მოერიონ იქნება ის მოთამაშე, რომელიც აი გოგა ამბობდა, რომ ძლიერი მოთამაშე, მე მგონი ისინი არიან მსხვილი მოთამაშეები, რომლებიც მათ აიჩიეს ყოფილიყვნენ ჩუმად. ეს სიჩუმე მათ ვნებს. ჩემი აზრით, ხო? და ის არა მხოლოდ ეს კი მე ამას არ ვუყურებ, რომ ეს არის მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი პრობლემა. მე ამას ვუყურებ, რომ ეს არის სილის გაწნა მთელი აკადემიური საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთიანი საზოგადოება, სადაც ეს პრინციპი მოქმედებს, რომ ჩვენ გადაწყვეტილებებს ვანდობთ ფაკულტეტის საბჭოს, ფაკულტეტის საბჭო აკადემიურ საბჭოს, აკადემიურ საბჭოს წარმომადგენელი და თავმჯდომარე არის რექტორი, მაგრამ ეს ამეტი არაფერი რექტორი არ არის, ხო? მას აქვს ვალდებულება. ისევე როგორც მთავრობას მინისტრი იქნება ეს თუ სამინისტრო კომისიის წევრები და ასე შემდეგ, მათ სურვილზე კი არ არის ჩვენ ამას აგვიხსნიან და დაგველაპარაკებიან, თორე ეს არის მათი პირდაპირი მოვალეობა. მე მაგალითად შემიძლია არ ვუპასუხო, მაგრამ იმას აქვს ვალდებულება, რომ ეს ყველაფერი გვითხრას. მთელი ეს რეფორმა ტარდება, ერთი ჩვენი პროფესორი ამბობდა, შაირობასავით არის.
ჩვენ რაღაცას ვიტყვით, მე ისინი გვიპასუხებენ, ეხლა ჩვენ 10 დღის წინ რაღაც წერილი შევიტანეთ, სადაც ვითხოვთ პასუხს კითხვებზე. დღეს ვნახეთ, რომ პირდაპირ აბზაცი იქიდან წაიკითხა, რომ აი ესა და ეს კვლევები ჩავატარეთ ჩვენ. ან სად არის ეს კვლევები, ან ვინ არიან ავტორები, ხო? ეს გაუმჭვირვალობა, აკადემიური თავისუფლების ავტონომიის ხელყოფა, რომ შევეჯამო, არის უდიდესი პრობლემა, რომელიც თლიანად ამ პროცესთან გასდევს და ეხლა ეს იყო აი პირდაპირ რაღაცა სრულად შეურაცხყოფელი გაუქმება ერთ-ერთი ინსტიტუციის. შესაბამისად, ამის უკან ალბათ ძალიან ბევრი სხვადასხვა რაღაც დგას. ეხლა გოგამაც ბევრი თქვა, თქვენც თქვით, სოფო, ერთ-ერთი რასაც ამბობენ ხოლმე თვითონ რომ არის ტრადიციულობას მიუყვებითო. აი მაგალითად, თუ არქიტექტურა, როგორც ახლა რაღაც ფაილებში წერია, რომელიც ჩვენ ნახეთ ბოლო დროს და ეკონომიკის სამინისტრომ გაუგზავნა სამხატვრო აკადემიას, მაგალითად, არქიტექტურა, სად არის ტრადიციული? ტრადიციულია ის ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც უკვე აღარ არსებობს, თუ აკადემიაში. სად უნდა დარჩეს, ხო? 1922 წელს იხსნება ის ერთდროულად ორივეგან. ან და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. იქ მოქმედებს პირიქით სიახლის პრინციპი. იმიტომ ტრადიციული რაღაცები არა კაკიწარათლის უნივერსიტეტში და ახალი არის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ რადგან ეს ვიღაცას ასე უნდა, იქ იმოქმედებს პირიქით პრინციპი. კიდე ერთი რამა, როგორ შეიძლება ერთნაირი ნაკადი აიტანოს ორმა ქალაქმა, რომელთა შორის განსხვავება ასეთი დიდია. ერთგან ცხოვრობს 1,300,000 ადამიანი და მეორეგან ცხოვრობს გონია 150,000 ადამიანი, ხო? შესაბამისად, იმ უნივერსიტეტებისთვისაც ეს სრულად მომზადებელი პროექტია, რომელიც ვიღაცის გონებაში მოიხარშა და ჩვენ აუცილებლად ამ ყველა ამ გადაწყვეტილებაზე უბრალოდ პასუხი და მოვთხოვოთ. კი ბატონო, სან მაყურებლისთვისაც გასაგები რომ იყოს, ალბათ მაინც ჯობია რომ გარკვეულ ცვლილებებზე ეს შინაარსობრივად გავეჟღეროთ, თორე ეს ერთი ქალაქის ერთი ფაკულტეტის იდეას ცალკე მინდა მაგაზე ლაპარაკი. ზოგადად რა დაანონსდა, მაინც ვთქვათ ძალიან მოკლედ, სკოლები გადადის ისევ ძველ მოდელზე, ხო? 12 წლიანი სწავლების მაგივრად იქნება 11 წელი, შემოდის ძალიან ბევრი აკრძალვა, ფორმები ბრუნდება, მობილურების აკრძალვა და შემოდის როგორც თვითონ თქვენ ღირებულებითი სწავლების იდეა, ხო? მეტი საპატრიარქო, ჯარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესახებ ცნობიერების სასამაღლებელი გაკვეთილები და მეორე მხრივ უნივერსიტეტებში 3 წლიანი ბაკალავრიატი 4-ის მაგივრად, 1 წლიანი მაგისტრატურა 2-ის მაგივრად, ეს ერთი ქალაქის ერთი ფაკულტეტის იდეა, შემცირებული სტუდენტების რაოდენობა და პირველი მინდა აი ამ კითხვით დავიწყოს, ან შენობების გაყიდვის, ასე ვთქვათ, დაანონსებული ეს საკითხი და მე მგონი ესეთი ძირითადი არაფერი არ გამოვრჩა, თუმცა ერთი წამით მაინც შევხედავ, რომ ხო და უფასო სწავლების კონცეფცია, რომელთაც მინდა ახლა გავხსნა და დავიწყო უკვე ჩვენი ძირითადი სასაუბრო ეს თემები. რას ნიშნავს? ნახეთ, ქართული გარდა იმისა, რომ ეწაღარაზე ლაპარაკეთ, ხო დამოკიდებულება და გოგა თქვენს თქვით, რომ რაღაცა შოკი იყო ყველასთვისო, მაგრამ თვითონ რა ფორმითაც განათლების რეფორმა დაანონსდა, მგონია, რომ უკვე ყველაფერი იყო მაგიდან მოსალოდნელი. აი თქვენ ამბობთ, რომ თვითონ განათლები აკადემიურმა წრემაც ვერ მოასწარით, გარკვეულ საკითხებზე მიდევნება, არ იცით რა კვლევები საფუძველზე რის გამოტარდება ეს რეფორმა და მეორე მხრივ მე როგორც ჟურნალისტი ახლა კითხვებს რო ვსვამდი, ცხადია კონცეფცია გვაქვს, ეს რამდენიმე გვერდიანი, მხოლოდ შემდეგ კომისიის წევრების ბიოგრაფიას და მათ ასე ვთქვათ აი ამ რაოდენობას და იმას ბიოგრაფიას უყურებთ და ხვდებით, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც განათლების სფეროში არის, ამ წამს არის თვითონ განათლების მინისტრი, რომელსაც ასევე სხვა ბექგრაუნდი აქვს და არ არის ამ საკითხების ეს ვთქვათ ძალოვანი სტრუქტურებიდან არის წამოსული და აი ამის ფონზე უბრალოდ კითხვებს რო ვსვამთ, ხვდებით რომ ცალსახად არაფერი არ ვიცით. ხო, იმდენად ასე ვთქვათ აბსურდულია გარკვეული ნაწილები, თუნდაც ერთი ქალაქის ერთი ფაკულტეტის იდეა როგორ უნდა განხორციელდეს პრაქტიკულად ჩვენს რეალობაში და მეორე მხრივ არგუმენტები რის საფუძველზეც დაანონსა. პირობითად ვამბობ, რომ როდესაც პრემიერი ამბობს, რომ სტუდენტების 85% არის ქალაქში თავმოყრილი, პირდაპირ ხელს იშვერს, თქვათ, განათლების სფეროსკენ, რომ ამით უნდა მოგვარდეს და არა სხვა პრობლემებით დაიწყოს, ხო, აი ამ ყველაფრის მოგვარება და სოციალური ბარიერები, რაც შეიძლება სტუდენტებს და ზოგადად ხო ადამიანებს შეექმნათ აი ამ რეფორმით. რა შუაშია სკოლები და უნივერსიტეტები ამ შემთხვევაში, რამდენად ცირდება
და შემცირდება უფრო სწორად აი ამ რეფორმის განხორციელების პირობებში განათლებას ხელმისაწვდომობა უფრო მინდა რაოდენობრივად კითხოთ იმის ფონზე რომ მეორე წელს უკვე 11 და 12 კლასი ერთად დაასრულებს აბიტურიენტების რაოდენობა დიდი ალბათობით შემცირდება რამდენად შეამცირებს ეს ყველაფერი უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას აი აქედან დავიწყოთ და მე გადავიდეთ უფასო სწავლების კონცეფციაზე თუ შეიძლება კი ბატონო ესე იგი საწყისი ეხლა რაც ხდება არის საწყისი მოცემულობის ცვლილება ამ წუთას ყველა ბავშვს განორჩეულად თავის სოციალური წარმომავლობისა და ასე შემდეგ შეეძლო ესწავლა 12 წელი და მათ შორის სავალდებულოდ სწავლობდა 10 წელს და ეს 10 წელი როგორც სავალდებულო შარშან შემოიღეს შარშანამდე იყო შარშან 2024-მდე ეს იყო 9 წელი და ზუსტად ყობახიძის მთავრობამ წარადგინა პარლამენტში და იქ კომისიის თავმჯდომარე იყო მიქანაძე და დაასაბუთეს რომ აუცილებლად წლების რაოდენობა უნდა გაიზარდოს როცა ბავშვი არის სკოლაში იმიტომ რომ ისინი ამთავრებენ არასრულწლოვნები არასრულწლოვანის დასაქმების შანსი არის ძალიან დაბალი შეძლებს მხოლოდ დასაქმდეს იაფფასიან სამსახურში ასევე არის ტრეფიკინგის საშიშროება და ასე შემდეგ ანუ ეს ყველაფერი თვითონვე წარმოადგენს არგუმენტებად და ამ არგუმენტებს აწერს ხელს ყობახიძე განმარტებითი ბარათია და ამიტომ ზრდიან წლების რაოდენობას ეხლა ამავე არგუმენტებზე ჩვენ როცა მოგვყავს იგივე არგუმენტები მაშინ როცა ვამბობთ რომ თუკი ჩვენ ეხლა შევამცირებთ ამ წლების რაოდენობას და დავტოვებთ მე-12 კლასს მხოლოდ იმ ბავშვებისთვის რომელთა ოჯახებმაც გადაწყვიტეს რომ მათ უნდათ რომ აი როგორც პაპუაშვილმა თქვა თვალსაჩინო გაიფართონ ისინი ისწავლენ 12 წელს მაგრამ იმ ბავშვებს რომლებსაც ეს საწყისი მოცემულობა მანამდე ჰქონდათ ეხლა აღარ ექნებათ ისინი გამართულები იქნება ამ თვალსაჩინოს გაფართოების პროექტიდან რაც გაზრდის სოციალურ უთანასწორობას ზოგადად ეს რეფორმა არის ნაკლების რეფორმა ნაკლები წელი სკოლაში, ნაკლები წელი ბაკალავრიატზე, ნაკლები წელი მაგისტრატურაში. იმ ბავშვებისთვის, რომელსაც სწავლა უნდათ. ეს ხათაშორის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. ვიზე გაქვს სწორება, როცა რაღაცას ცვლი. თუ შენ სწორება გაქვს, რომ შენ გინდა მიიღო თაობა, რომელიც იქნება ბოთლის კარგი გამბერავი, მაშინ აკეთებ ასეთ რეფორმას. და თუ გინდა რომ მიიღო ისეთი თაობა, რომელშიც ყველაში შეიძლება იყოს პოტენციალი და შენ ყველას აძლევს შანსს, რომ ეს პოტენციალი განავითაროს, მაშინ მიდიხარ სხვა გზით. ატყობ, რომ უჭირთ ამ სტუდენტებს სულ მუშაობენ, აუშენე საერთო საცხოვრებელი, დაურეგულირე, რამდენი და იმუშაონ, რა უნდა იყოს მინიმალური ანაზღაურება და ასე შემდეგ. ხო, სტუდენტებისთვის. ეხლა ამ ხალხთან, ვინც ამ რეფორმას, ვის უკან ჩვენ ხედავთ, ყობახიძე იქნება პაპუაშვილი თუ ასე შემდეგ. და მეც და მე მგონი გოგოსაც გერმანული განათლება, სადაც გერმანიის უნივერსიტეტში სწავლა არის უფასო. მაგრამ ამას მოყვება უამრავი რაღაცა. ჯერ ერთი მოყვება მანამდე წინ უძღვის რა, რომ სკოლა არის 13 წელი. მერე მოსდევს ამას 3 წელი ბაკალავრიატი, მაგრამ მოსდევს 2 წელი მაგისტრატურა. ეხლა ჩვენთან რა ხდება, რომ ის არამხოლოდ დღესაც ჩვენ საათების, აკადემიური საათების რაოდენობით ჩვენი სკოლის ბავშვები უკვე ძალიან ჩამორჩებიან ძალიან ბევრი სხვა ევროპული ქვეყნის ბავშვებს. და ჩამორჩებიან კიდე იმის გამოც, რომ ჩვენი სახელმწიფო იჩენს თვითონ ამას ეძახიან ინფრასტრუქტურულ უნიათობას, ვერ ააშენა შენობები, ან უცბად აღმოჩნდა, რომ თურმე ყველა კორუმპირებული ყველა. და ეს როგორ ითარგმნება იცით ბავშვების ცხოვრებაში? იმის მაგივრად, რომ ისინი სწავლდნენ 1 საათს, ისინი სწავლდნენ 35 წუთს. ჩვენ ახლა ამ 35 წუთებს თუ დავაჯამებთ, აღმოჩნდება, რომ ეს ბავშვები იმ რაღაც 7,000 საათს კი არ სწავლობენ, რაც უნდა ისწავლოს, რომ სკოლიდან არამედ 5,000 სწავლობენ, ზოგიერთი კიდევ უფრო ნაკლებს სწავლობს, ხო? ანუ ეს მიზანი რა იქნება? რა იქნება მეტი? ამ ყველაფერი ნაკლებია, მეტი იქნება კონტროლი, მეტი იქნება დისციპლინირების საშუალებები, რომ ფორმა უნდა ეცვას და ასე შემდეგ. ასევე იქნება წარმოიდგინეთ, როგორი სეგრეგაცია იქნება. ვიღაც ბავშვები მიდიან ჭრელად ჩაცმულები, ისინი არიან კერძო სკოლის ბავშვები, ხო? ვიღაცები მიდიან რაღაცა სკოლის ფორმით, ესენი არიან საჯარო სკოლის ბავშვები. სახელმწიფოების ნაწილი გამობრჩა, რაც მგონია, რომ ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია ყველა საჯარო სკოლისთვის განათლების სამინისტროს
რომ დაწერს სახელმწიფო სახელმწიფო ეს რას გულისხმობს იცით კიდე გარდა იმისა რომ გამოცემლობები ვერ ვითარდება ესე შემდეგ რომ ყველამ დასწავლოს ერთი მეთოდით მაგალითად არსებობს სულ სხვადასხვა მეთოდი როგორ შეიძლება უცხო ენა როგორი შეიძლება ის გერმანიაში რაღაც სხვა პრინციპით ასწავლიან მათემატიკას და ინგლისში სხვა პრინციპით ასწავლიან და ეხლა ეს ვიღაცა ერთი გადაწყვეტს რომ ეს მეთოდი და მორჩა არანაირი სხვა ხო ეს არის დისციპლინირების ყველაზე ერთ ყალიბში მოქცევის საშუალება როცა მე ეს როგორ მოქალაქეს რდის ისეთ მოქალაქეს რომელსაც კითხვის დასმა ეუხერხულება აი რამდენია რა სკოლაში სკოლიდან დღესაც მოდიან ხოლმე სტუდენტები და პირველ სემესტრში ჩვენ დიდ ენერგიას ხარჯავთ იმაზე რომ ბავშვებს საკუთარი ხმის არ შეეშინდეთ და დასვან კითხვები და ვცდილობთ რომ ეს კულტურა განვავითაროთ და ეხლა იქნება ისევ ტექსტთან ახლოს მოყოლილი ამბების პერიოდი რაც შეეხება ამას რომ გაცილებით მეტი დაამთავრებს და ცოტა ადგილი იქნება ბიუჯეტში რა ხდება ამას გოგას დავუთმობ იმიტომ გაცილებით უფრო კარგად ახსნის გოგას ვიდა უკითხო იქ მაგ ხრივ და მოდი გადავიდეთ უფასო სწავლებაზე მაინტერესებს რას ნიშნავს თქვენთვის ამ პირობებში ბიუჯეტის ნაწილიც მინდა რომ ჩავსვათ აი ამ ყველაფერში ხო ქართულ ოცნებას არ გაუთვალისწინებია ბიუჯეტში რეფორმისთვის არანაირი თანხა და პლუს თქვა რომ განათლება იქნება უფასო. ანუ ოღონდ აღნიშნოთ ის რომ კერძო უნივერსიტეტებში ვინც ჩააბარებს მათთვის აღარ დააფინანსებს ანუ ის გრანტი რაც იყო 2250 აღარ გასცემს კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებზე ქართული ოცნება და ყველა სტუდენტს რომელიც საჯაროში ჩააბარებს დაუფინანსებს 100%-ით. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? დებს თუ არა ამ ყველაფერში ცალკე კიდე ფინანსურ კონტრიბუციას რეალურად ქართული ოცნება. ხო. კეთის ნათქვამზე რაღაცების დამატება მინდოდა, მაგრამ მოდი ჯერ თავად საკითხი. არა, დავამატოთ, იმიტომ რომ ეგაც საინტერესოა. აი რომ რაც უფრო მეც ვფიქრობ აი სკოლის დონეზე, აი უფრო და უფრო წუნდები და მე უმაღლესის დონეზეც, რომ ეს არის რაღაცა მოდი ესე ვთქვათ, კაპიტულიანტური რეფორმა რა. ანუ აი ფაქტიურად სახელმწიფო აცხადებს, რომ ჩვენ აბსოლუტურად არ შეგვიძლია რაიმე ფორმით გავაუმჯობესოთ სწავლის ხარისხი და ერთადერთი რასაც თავაზობთ ახალგაზრდებს და მათ ოჯახებს, რომ ისინი უფრო ცოტა ხანი იქნებიან განათლების სისტემაში და თუ უშველიან თავს შრომის ბაზარზე უშველიან, თუ ვერა დარჩებიან დაბალ შემოსავლიანები. აი ყველაფერი, რაც მე აი ნებისმიერი რაც ვახსენეთ რა, ამაზე მეტყველებს. ეს არის ყველაზე აქილევსის ქუსლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის და აი ამ ნაწილში ასეთი როგორ თქვა რა, აი ასეთი როგორ თქვა, თვითდაზიანება. აი ხო რა, აი ესეთი აი ყველაფერს თავი დავანებოთ იქ სახელმძღვანელოები იქნება თუ რა ქვია რა ნებისმიერი სხვა საკითხი ფორმები და ასე შემდეგ. აი თავისი არსით სისტემა რომელიც ვერ უზრუნველყოფს ვერც ერთი გამოკითხვა იქნება, ტესტი იქნება, შეფასება იქნება, ვერ უზრუნველყოფს საშუალო დონის ზოგად განათლებასაც კი იქ რომ პირიქით აპელირებს იმაზე რომ ნაკლები დრო უნდა გაატარონ მოსწავლეებმა სკოლაში ну აი მეტ კაპიტულაციის მეტი სხვა სიტყვა თავში არ მომდის. ეხლა რაც შეეხება ამ საკითხს უფასოობას რა. ესე იგი პირველ რიგში საკმაოდ დიდი ნაწილი დღესაც კი სტუდენტების, მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა ან უფასოდ, ან ნაწილობრივ გადასახადის პირობებში. ეს უკვე უნდა ვთქვათ რა. ახსნათ, ოღონდ კარგად არ ასრულებთ უფასოდ და ხო, იმიტომ რომ ეს არის ჩემი აზრით, ეს არის ესე ვთქვათ როგორც ბევრი რამე ქართული ოცნების პროპაგანდისტული მიზნებისთვის, რომ სწავლა ხდება უფასო. პირველი რაც მინდა უცებოდ თქვა რომ სწავლა ბევრი სტუდენტისთვის საქართველოში იყო ისედაც უფასო. ხო, ვისთვის იყო უფასო და რა პრინციპით იყო უფასო. უფასო იყო მათთვის, ვინც ჩააბარებდა სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიიღებდა გრანტს 100%-იანს, ნაწილობრივ უფასო იქნებოდა მასთვის, ვინც მიიღებდა რაღაცა 70%-იანს, 50%-იან გრანტს, ასევე უფასო იყო ამ ეგრეთ წოდებულ უფასო ფაკულტეტების ფარგლებში, სადაც იყო რაღაცა უნივერსიტეტების მიხედვით პროგრამები, რომელზეც თუ მოხვდებოდი,
შენთვის სწავლა იყო უფასო. ამიტომაც პირველი და სოციალურად დაუცველი სტუდენტებს კი მათთვისაც იყო კი აი საზღვრისპირა სხვადასხვა სტატუსის ხო სტატუსის იყო ასევე უფასო. შესაბამისად თქმა იმისა რომ სწავლა იყო ფასიანი და ახლა ხდება უფასო ეს არის გადამეტება როგორც მინიმუმ, იმიტომ რომ უკვე ბევრი სტუდენტისთვის, მათ შორის გრანტების განაწილებას, რასაც შევხედე რამოდენიმე წლის 70-30-ზე იყო დაახლოებით სახელმწიფოსა და კერძო შორის, ხო? ამიტომაც უდიდესი ნაწილი ისედაც სახელმწიფო გრანტების მიდიოდა სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლე ახალგაზრდებისთვის. შესაბამისად ის რომ კერძოებს აღარ დავაფინანსებთ და ახლა მთლიანად დავაფინანსებთ სახელმწიფოებს ესეც გადამეტებულია ეს დიდი თანხა არ იყო რა იმ სადაც კერძო უნივერსიტეტების რაოდენობაც უფრო მეტია ვიდრე პლუს გადასახადიც კერძოში მეტი იყო და მთლიანად არა ხო ახლა ეს პირველი არა ისე რომ არ იყო უფასო და ხდება უფასო ახლა მეორე საკითხი რაც აქ არის ძალიან საინტერესო რომ კომბინაცია, რასაც ამტკიცებს ქართული ოცნება, რომ რაოდენობა სტუდენტების არ იცვლება. სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ანუ სულ დღესაც გაიმეორა მინისტრმა, რომ მიიღება ამაზე კრიტიკა არ შემცირდა. რაოდენობა არ იცდება, პირველი. მეორე ეს არის რა ქვია სტუდენტები ესე თქვა დამატებით ისე ვთქვა ქუთაისის სახელმწიფო საერთაშორისო უნივერსიტეტებსაც სახელმწიფო აფინანსებს უკვე ესაც სიახლეა და მნიშვნელოვანი გახდა გაუგიგივდა დაფინანსების მოდელი მესამე ბიუჯეტში თანხა მეტი არ იქნება გათვალისწინებული და არც გზელვადიან დაგეგმვაში არ არის ნახსენები რომ სახელმწიფო გრანტებზე თანხები მნიშვნელოვნად იზრდება, საერთაშორისო უკაცრავად გრანტი აღარ გვქვია რა, არის მიზნობრივი დაფინანსება იქნება ერთ სტუდენტზე, ხო? დასაბუთების მიხედვით შეიძლება დიფერენციაცია მოხდეს მიმართულების მიხედვითაც. მაგრამ მოდი ავიღოთ, საშუალოდ ერთ სტუდენტზე ბიუჯეტში თანხა არ იზრდება. ანუ იგივე რაოდენობის სტუდენტი და მეტი, იმიტომ რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ემატება, იგივე თანხა. როგორ შეიძლება აი ამ განტოლების ამოხსნა რომ შენ იგივე რაოდენობით თანხით აპირებ ბევრად მეტი სტუდენტის დაფინანსებას რომელიც სწავლობს სახელმწიფო უნივერსიტეტში და ფულს მეტი არ გაქვს აი ახსნა ერთადერთი როგორ იხსნება ასეთი ტიპის განტოლება რომ ან ერთ სტუდენტზე დაფინანსება შემცირდება ან სტუდენტების რაოდენობა რომელსაც მიიღებ შემცირდება. სხვანაირად ამ განტოლებას ვერ ამოხსნით. შესაბამისად, აქ უკვე რაღაცას ცრუობს ქართული ოცნება, მე რომ უსმენ მათ წარმომადგენლებს, აი პარლამენტში იყო, რაც კი თუ ვინმე მილაპარაკა, ის პარლამენტში ლაპარაკა მინისტრის მოადგილე. შედარებით დეტალურად. ბევრი აბდა-უბდა იყო იქ ნალაპარ თვითონაც რომ შეხედავთ, მიხვდებოდით, რომ თვითონაც ბოლომდე ჩემი აზრით არ ესმის რა საუბრობს, მაგრამ საკითხი ესე დგას რა, რომ ან შემცირდება, ან ეს გადასაფარებელი არ ეყოფა მთელ ტანს. ან რაღაცას უნდა მოაკლდეს. ანუ მაგალითად წლებით ალბათ მაგიტო მოაკლეს. კი ამას ხო? ერთი აი მაგალითად ხო აძლევდა ვიღაცებს დაფინანსებას გრანტს და ეხა აძლევს კი ანუ ერთი წლით კეთი კარგია რასაც მადლობა რა. ნაწილობრივ შეიძლება აი ეს წლების მოკლების აზრი იყოს ის რომ ბაკალავრიატში იყოს ის, მაგრამ ამ ხრივ ხო ახლა 3 წლიანი უკვე იყო. ჩვენ ყავს უკვე ილიანის უნივერსიტეტში, მაგრამ არიან 3 წლით ჩარიცხული სტუდენტები, მაგრამ ერთადერთი კი შეიძლება ამას აპირებს ისე. ეს არ ყოფნის. მე მგონი არ ყოფნის. არ ყოფნის. წლის ალბათ ვერ. არ წესით რაც მახსოვს, საახლოებით იყო ერთი 40,000-მდე სტუდენტი, თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით იღებს სახელმწიფო გრანტს, ოღონდ 170 და ასე შემდეგ რა. ეხლა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობს 100,000-ზე მეტი სტუდენტი. კი, კი. და შესაბამისად, საჭირო არის ბევრად მეტი თანხა. კი, წლების მოკლებით შენ რაღაცა ზოგავ, მაგრამ მთლიანად წესით ვერ დაზოგავ. თან ამას ყიდის როგორც ხარისხის მომატება. ხო, ეს მინდა და ხო და შესაბამისად, ჩემი აზრით, აი ეს პირველი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ
და კიდე ერთი საკითხიც რა, აი ეს საერთოდ გამოგრჩა რა, რომ და შეიძლება სოფო შენ ქონდა ამაზე კითხვა, მაგრამ ეს 2250 ჩვენ ვიღებთ როგორც აი ეს არის საკმარისზე მეტი თანხა იმისთვის რა ქვია ხარისხიანი განათლების მიცემისთვის. ჩემი აზრით ეს არის აბსოლუტურად არასაკმარისი თანხა იმისთვის რომ ხარისხიანი განათლება მისცეს უნივერსიტეტმა სტუდენტს. და კარგად ჩანს ეს კერძო უნივერსიტეტების მაგალითზეც, სადაც ისინი რაღაც მხრივ შეზღუდულები იყვნენ იმ ფასის გაზდისგან, იმიტომ რომ ფასის გაზდა მათ კონკურენტულ უპირატესობას დააკარგვინებდა სახელმწიფოებთან შედარებით, მაგრამ მეორე მხრივ იძულებულები იყვნენ, იმიტომ რომ ზრდიდნენ ის ინფლაციის პრობლემა და ზრდიდნენ, ხო და შესაბამისად, ჩემი აზრით და ნუ რა დაახლოებით 20 წელია გვაქვს ეს გადასახადი. მარტო ეს ინფლაციის მაჩვენებელი რომ გავითვალისწინოთ, ამ თანხის ასე ვთქვათ, მინიმუმ განახევრებული არის შეიძლება ეს თანხა ამ პერიოდში. და აი ამ ესე იგი და არ დაგვაუწყდეს ბოდიში რო გაწყვეტნებთ აკადემიურ წრეზეც იყო იქ საუბარი რომ ხელფასები უნდა გაეზარდოთ და იყო რაღაცა არარეალურად და არ შემცირდება ხო არ შემცირდება პერსონალიო და ეს ხო დაიანგარიშე აი თუ გახსოვთ ჩვენ მომკვლევრებმა თქვა ის რომ მაგალითად სრული პროფესორი ახლა თუ არის 1300 საჯარო უნივერსიტეტებში ამ არსებული ბიუჯეტის მიხედვით აი ეს გადანაწილებით რომ ერთ სრულზე უნდა მოდიოდეს ორი ასოცირებული 10 ასისტენტი. მაშინ გამოდის, რომ ეს დარჩება დაახლოებით 270 სრული პროფესორი. ამბობენ არ შემცირდება, მაშინ და გაიზარდოს 14000-მდე. რაოდენობა მეგონი უბრალოდ ვერ გაცვალეს ეს ყველაფერი. რაღაცა აი ეს ნაწილი რო აი შევაჯამო სოფო ბევრი რაღაცა ბევრ სხვადასხვა რაღაცაზე ვისაუბრე. ჩემი აზრით სინამდვილეში გეგმა არის რეალურად სტუდენტების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება. ამას თვითონაც არ ვარყოფენ იდეაში. პრემიერ-მინისტრის ბრიფინგზეც იყო საუბარი, რომ რაღაცა ნაწილი, რაღაცა შრომის ბაზარზე. დღეს თქვა არა. ხო, ანუ არა, მერეც ანუ შეიძლება ერთი წელი იგულისხმო, მაგრამ ანუ რა არის გეგმა? გეგმა არის, როგორც ვარაუდობ მე, სტუდენტების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება სახელმწიფო უნივერსიტეტებში და არ არის გეგმა განათლებაზე ხარჯების მნიშვნელოვნად ზრდა თუ საერთოდ ზრდა. აი ეს არის გეგმა. სტუდენტების რაოდენობა ავტომატურად ისედაც არ შემცირდება იმ პირობებში, რასაც ეს ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი მოიცავს, ეს მაინტერესებს იმ მხრივ, რომ თბილისში არის კონცენტრირებული სტუდენტების უმეტესობა, ეს ვიცით ყველამ კარგად და წეღანდაც ვისაუბრეთ, რომ ამას აქვს სხვა მიზეზები ძალიან ბევრი, ხო, სოციალურიც, ურბანულიც და ასე შემდეგ. ეხლა ამაზე ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ პირობითად ეს ფაკულტეტები გადანაწილდა ქალაქების მიხედვით. საქართველოს აი ამ დღევანდელი რეალობის პირობებში ყველა სტუდენტ შეიძლება, რომ ვთქვათ, თბილისიდან გავიდეს და სხვა ქალაქში იყოს იმის ფონზე, რომ სტუდენტების ნაწილს, ვთქვათ, მუშაობა უწევს პარალელურად სწავლისა და ეს ან ბინის დაქირავება, სხვა სოციალური ფაქტორები შემოდის, ხო, ამ ხელმისაწვდომასთან დაკავშირებით. ეს თქო ავტომატურად სტუდენტებისთვის ხო არ იქნება ის ბარიერი, რომლის გამოც შესაძლოა უარი თქვენ საერთოდ უმაღლეს განათლების მიღებაზე. არ ვიცი, ვარაუდია, თქვენ რას ფიქრობთ? პირობითად კი, ანუ ცხეთა ეხა ძალიან ახლო ის იყო, მაგრამ თელავიდან მაგალითად ქუთაისში ვერ წავა იმის გამო, რომ რაღაცა ფაკულტეტი ან რაღაცა ინტერესები აქვს, ხო? იმის გამო, რომ შეიძლება ბინა იქირაოს, მაგრამ სამსახური სჭირდება პარალელურად, რომ რაღაცით ირჩინოს თავი და თბილისში მეტნაკლებად ამის შესაძლებლობა არის. ქუთაისში არ ვიცი რამდენად დახვდება ეს მომსახურების სფერო მზად. არ ვიცი, შეიძლება ძალიან ისეთი ვარაუდია, მაგრამ მაინტერესებს თქვენი აზრით რა. მე ვფიქრობ, არ უნდა გამოურიცხოთ სოფო, იცი რატო? იმიტომ რომ აიყურე რა. განებე ქუთაის თელავს და გორს, რუსთავი ავიღოთ, ხო, ეს დაანუსთა, ხო? ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც დღეს სწავლობს თბილისში, პარალელურად განსაკუთრებით ისინი, ვინც არიან თბილისიდან, მუშაობენ, რადგან დაიფინანსონ სწავლა. რუსთავში კამპუსის გადატანით
დიდი ნაწილი ჩემი ვარაუდით ვერ მოახერხებს თან მუშაობას, თან სწავლას. ახლა იგივე, და აქედან შეიძლება აკრული გეგმა თუ არ ვიცი რა არის თუ არა ვიღაცის თავში ეს უკვე გაჩენილი, მაგრამ შეიძლება იყოს რომ ჩვენ გამოვაცხადებთ იმდენივე ადგილს, ოღონდ ადგილების ნახევარი გამოცხადდება, როგორც კეთი თქვა, ხო, ქუთაისში და თუ გინდა წადით ქუთაისში. და თუ მოხვდებით და იცხოვრებთ ქუთაისში, სწავლა იქნება თქვენთვის უფასო, მაგრამ არ ცხოვრება იქნება უფასო და არც საკუთარი თავისთვის რაღაცა საბაზისო რესურსების ხელშეწყობა. ხო, მხოლოდ სწავლა იქნება თქვენთვის უფასო. ამ გზით, რა თქმა უნდა, შეიძლება ირიბად, შენ თქვა, რომ ჩვენ არ შეგვიზღუდია მისაღები ადგილების რაოდენობა, მაგრამ მაგალითად თბილისში თუ გინდა ისწავლო, სულ არის X რაოდენობით ადგილი. დანარჩენი არის ქუთაისში და ბათუმში. თუ გინდა წადით. და ამ ფორმით შენ, ასე ვთქვათ, შეზღუდო ირიბად ის რომ შეეძლო სტუდენტს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში. უბრალოდ ერთი საკითხიც არის, არ ვიცი მოვასწრებ თუ არა ჩვენ ამ საკითხს. შევეხოთ, მაგრამ ძალიან მეორე შრეამ ყველაფრის არიან კერძო უნივერსიტეტები რა. რომ ის ყველაფერი, რასაც ჩემთვის როგორც მინიმუმ აანონსებს ქართული ოცნება, ძალიან ძნელად იქნება განხორციელებადი თუ კერძო უნივერსიტეტები დარჩნენ იმ რეჟიმში რეგულირების, როგორშიც არიან ახლა. რადგანაც ასეთ შემთხვევაში მათი მიმზიდველობა სტუდენტებისთვის ბევრჯერ უფრო მაღალია ვიდრე სახელმწიფოს. აი ისევ დაფინანსების თემას მაპატიეთ, დაუბრუნდები რა, რომ გისმენთ. პირველი. არ ვიცი ქეთი მეთანხმები თუ არა, 2250 ლარი აბსოლუტურად არ არის საკმარისი დღეს საქართველოში, რომ კარგი საშუალო დონის განათლება მიცე. უნდა მეტი. იმისთვის რომ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ აბნონსებ რეფორმას და ხარისხის გაუმჯობესება უნდა იყოს შენი მიზანი და ამბობ რომ უფასოა სწავლა, მეტი ფული უნდა ჩადო ამ სისტემაში. სხვა შემთხვევაში შენ თუ იგივე ფული დაუტოვე უნივერსიტეტებს, ხარისხით ყველა ვარიანტში ამ შეზღუდვების გათვალისწინებით, კერძოები მას აჯობებენ. ხო? თან და შესაბამისად, რადგანაც ეს რეალობა არსებობს, სახელმწიფო მან უნდა ბევრად მეტი ფული ჩადოს უფასო განათლებაში, რომ გაუწიოს კონკურენცია და აჯობოს კერძო უნივერსიტეტებს, ან კერძო უნივერსიტეტებიც უნდა შეზღუდოს. შეზღუდოს სხვადასხვა გზით. მიმართულებები განუსაზღვროს, რაოდენობები გაუმკაცროს, რომ მეტი წავიდეს სახელმწიფო უნივერსიტეტში. შესაბამისად, ამის ეს ცვლადიც არ უნდა დაგვავიწყდეს რა, რომ კერძო უნივერსიტეტებს დღეს რატომღაც გონიათ, რომ მათ ეს რეფორმა ფაქტიურად არ ეხება. თუ რამე იცვლება, მათთვის სასარგებლოა. ჩემი აზრით, აბსოლუტურად ასე არ არის და კეთი ძალიან კარგად აღნიშნა, ყველაზე მეტად ვინც იწონებდა რეფორმას, დღეს ფაქტიურად გააუქმეს, ხო? ეს კერძო უნივერსიტეტებს თუ გონიათ დღეს, რომ ჩუმად თუ იქნებიან კერძო უნივერსიტეტებს არ შეეხებათ ეს ცვლილებები, ჩემი აზრით ნახავენ, რომ ესეც არ იქნება რა. შეეხებათ. კი და გარდა ამისა, კერძზეც რა დავამატოთ, ისიც არის რა. კერძო უნივერსიტეტში რომ მიდიოდა, ჩვენ ვიცოდით, რომ ამ სტატისტიკით ასე იყო, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში მიდიოდნენ ყველაზე მაღალქულიანები. ეს ამ ახალგაზრდებისთვის ხშირად არის ხოლმე რაღაცნაირი სოციალური მობილობის ამბავიც, ხო, რომ იმიტომ მიდიოდა იქ, რომ ეთყობა კარგად ასწავლიან რაღაცებს, ხო? და ეხლა ეს ჩაეხერგა, აღარ შეიძლება რომ ეს იყოს. კიდე ერთი რაღაც საკითხი, რომელიცაც თამაშობს ქართული ოცნება არის, რომ სენტიმენტი არსებობს ესეთი საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ ყველამ არ უნდა დაამთავროს უმაღლესი სასწავლებელი. და ერთი მხრივ ჩვენ ვიცით, რომ ჯერერთი საქართველოში სტატისტიკურად, ჩვენ პროცენტულად დაბალი მაჩვენებელი გვაქვს კურსდამთავრებულების. შეიძლება მეტი აბარებს, მაგრამ ცოტა ამთავრებს. მეორე რაც რატომ თუ შეიძლება ესეც რომ უამრავი სოციალური პრობლემა არის და ისინი გადიან და წლობით ვერ ამთავრებენ. მე იმ დღეს ნახე, ჩემი სტუდენტი უკვე ჭაღარა, მითხრა კიდე ერთი სემესტრი დამჭა. ამას უნდა მიხედონ პირველ რიგში. მეორე რაც არის ისე ნებისმიერი სახელმწიფოსთვის განათლების მასიფიკაცია არის მისი ეკონომიკური წინსვლის გარანტია. რაც შეიძლება მეტი კურსდამთავრებული უნდა ყავდეს. ევროგაერთიანების მიზანი არის, რომ ყავდეს 58% და ჩვენ ჩამორჩებით ამას. მე კიდე ჩვენ რა ეკონომიკა გვაქვს? რა არის ის, რითიც ჩვენ შეიძლება გამოვჩდეთ სოფლიო არენაზე? ეს არის ჩვენი ინტელექტუალური რესურსი, ხო? ჩვენ არა ვართ ის, ჩვენ ხო ვერ ვიქცევით ცხეულებად. ჩვენ და შევეცადოთ, ვიყოთ
გონება და ნებისმიერ ჩვენ ახალგაზრდაში მისი საუკეთესო პოტენციალი განვავითაროთ. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი და ეხლა ესენი გვეუბნებიან რომ სწავლა არ გამოდგა. ხო და იქნება რახან არ გამოდგა ცოტა დრო და ცოტა ფული დაიხარჯოს ამაში და თქვენ ყველა მიიმუშავეთ. ხო ეს ჩვენ საზოგადოების მოთხოვნა რომ არა ყველა ბავშვს უნდა მიეცეს შანსი და თუ აირჩევს რომ იყოს ძღოლი, მაგრამ ისეთი სტრუქტურა არ უნდა შეექმნას, სადაც ის სხვას ვერაფერს ვერ შეძლებს. ესაა ძალიან დიდი პრობლემა. კი და იმ თემაზე გადახვედით, რაზეც უცებ გოგა თქვენი ლაპარაკის დროს მომინდა საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და წეღან შესავალში დამავიწყდა შრომის ბაზრის და აი ამ ეკონომიკაზე საუბრის დროს, ხო, რაღაცა მომსახურების სფეროში გაძლიერება იმ ადამიანების, როგორც ჩანს ეს თვითონ პრემიერ-მინისტრის ბრიფინგის დროსაც აღინიშნა, რომ ბიზნესებთან კონსულტაციის და გარკვეული კვლევების საფუძველზე ჩვენ გამოვავლენთ საჭირო პროფესიებს და სფეროებს, სადაც შემდეგ უკვე სტუდენტები ან პოტენციურად სტუდენტები რეალურად შეიძლება ვერც ჩააბარონ ამ ადამიანებმა უკვე უნდა დასაქმდნენ. შრომის ბაზრის კვლევა როდესაც ამაზე ხელისუფალი საუბრობს. რა სახით უნდა მოხდეს, რა სახის მასშტაბები უნდა მოიცავს ამ ყველაფერმა და როგორ უნდა აისახოს მერე ეს მსგავსი რეფორმის განხორციელებაზე. ანუ რეალურად არ ვიცით რა ბაზარი იკვლიეს რის საფუძველზე გადაწყვიტეს რომ ეთქვათ რომ აი შრომის ბაზარი ითხოვს თქვათ აი ამ სფეროში მეტ მომსახურე პერსონალს. რა შრომის ბაზარი ხდება რეალურად ახალგაზრდას დღეს საქართველოში? მოდი ასე დავსვათ კითხვა და რისთვის უნდა მოამზადოს ეს ხალხი ხელისუფლებამ. ანუ რა სფეროში დასაქმებისთვის იმეტებს რეალურად ხელისუფლება ახალგაზრდებს აი ამ პირობებით. ძალიან ზოგადი და ისეთი კითხვა, მაგრამ მინდა რომ ამზეც ვისაუბროთ და გადავიდეთ მერე. დავიწყებ. ესე იგი, პირველი რას ეფუძნება ეს გეტყვით, მიც მიმიღე ამაში მონაწილეობა, დიზაინის გამომზადებია, მონაცემის გამიანალიზებია და შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ბიზნესს ეკითხება კვლევარი, ან კვლევის ფარგლებში კითხულობს ბიზნესს რა აწუხებს, განსაკუთრებით თუ მზარდია ბიზნესი, ან განსაკუთრებით თუ რაც კარგი ეკონომიკური გარემო იმ მომენტში, ხშირად ეს არის ადამიანური რესურსი, ანუ ადამიანები, უნარები, ადამიანები, სპეციალისტები. ბოლო პერიოდში საქართველოშიც თავარ გამოწვევად ბიზნესი ასახელებდა სწორედ უნარების და სამუშაო ძალის ნაკლებობას. ამას რა მიზეზები ჰქონდათ იცილად, ხო? ერთი ეს იყო ჩემი აზრით კი არა, აშკარა ემიგრაცია, ანუ ადამიანების რაოდენობა, სამუშაო ძალის რაოდენობა თუ ქვეყანაში მცირდება, შესაბამისად ბიზნეს უჭირს დასაქმება. და შესაბამისად მაგალითად მახსოვს კიდევაც რომ ბიზნესი ხშირად ითხოვდა გავამარტივოთ კანონმდებლობა იმიგრაციის ნაწილში, რომ მინიმუმ იმიგრაციის საშუალებით დავაბალანსოთ ეს ემიგრაციის პრობლემა, ხო? შესაბამისად ეს იყო პრობლემა და მეორე პრობლემა ეს იყო ის რომ ახალგაზრდებს უჩნდებოდათ უფრო მაღალი მოთხოვნები ხელფასთან დაკავშირებით, რაც შემდეგ იყო მერე ვერ დასაქმების თუ ვერ შეთანხმების საფუძველი და ბიზნესი წუხდა რომ მას უბრალოდ ობიექტურად ამბობდა რომ შემთხვევაში ხარისხიან შედეგად. ხო, მე არ ბიზნესი არ იყო მზად გადაეხდა X თანხას, დასაქმების სურველი თხოვდა რაღაცა ამ თანხას და ვერ ხდებოდა შეთანხმება. ანუ ბიზნესი მე კიდე ერთი ახსნაც მაქვს რომ ბიზნეს ბოლო პერიოდში გამოჩნდა ხო განსაკუთრებით როცა გაიზარდა რეპრესიული ხასიათი ქართული ოცნების რომ ბიზნეს უჭირს რეალურ პრობლემებზე საუბარი მასთან და ასეთ რა მეორე ხარისხოვან მაგრამ ის მნიშვნელოვან პრობლემებზე ამჯობინებს ანუ თუ წუწუნებს იმაზე რაზეც შეიძლება რომ იწუწუნოს ხო მაგრამ და ამიტომაც სულ ბევრ შეხვედრაზე რასაც მე დავსწრები ვარ თავის დროზე ადრე მაგრამ სმენია დღე ბოლო პერიოდში იყო რომ პრობლემა არის სამუშაო ძალა და ეს იყო განმეორებითი პრობლემა სულ ამას ამბობდა და შესაბამისად რაპორტა ან გაძვირებული განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ გაძვირებული სამუშაო ძალა ხა როგორ გაიგო ეს ქართულმა ოცნებამ რატო გაძვირდა სამუშაო ძალა
რატო გაძვირდა და იმიტომ რომ თუ ადამიანი არის სტუდენტი, თან სწავლობს, თან სწავლაში ფულს იხდის. ხო? მას და აქ ამბიცია რომ ის უკვე არ არის უბრალოდ რაღაცა 10 კლას დამთავრებული ახალგაზრდა, არამედ არის მესამე სემესტრის სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას ეს შემოვარაუდია, ამბიციები ეძდება მოთხოვნილ ზოგადად ხო, ვორსკიმ თქვა ეგ. ხო, არ ვიცი, ხო. და მართლა, ხო. ხო, თუ სწავლობენ, მე მაღალი ხელფასი უნდა. აი, ხო, და აი იმას უნდა იაფი ბოთლის შამბერავიო. ხო, და შესაბამისად ეს პრობლემა თუ არის პლუს ამას ემატება ისიც რომ და ამას მინდა გავამახვილო ყურადღება რომ მიუხედავად იმისა რომ არსებობს ამ სტაჟირების მექანიზმი განათლების შესახებ კანონში ის არ მუშაობს და ეს ობიექტურად ანუ იმისთვის რომ ეს ამუშავდეს სჭირდება რეალური სახელმწიფო ძალისხმევა რომ ისეთი სისტემა შექმნას რომ ამან იმუშაოს მაგრამ ეს არ მუშაობს ეს კიდე უფრო ურთულებს ბიზნესს და მე არ გამოვდივარ რაღაც ცუდი ბიზნესი არა უბრალოდ ობიექტურად ბიზნესს უნდა ადამიანმა full time იმუშაოს სტუდენტი ეუნება, იცი რა, მოარგეკთხო ჩემს სამუშაო. ანუ აი ეს პრობლემა იყო ყველასთვის. უნივერსიტეტისთვის პრობლემა იყო, რომ სტუდენტი სწავლობდა და მაგალითად უწევდა შაბათს ლექციების დანიშნა, საღამოს ლექციების დანიშნა. ანუ დავინახეთ გამოწვევა. გამოწვევა იყო შემდეგი. ბიზნესს ჰქონდა თავისი ინტერესი, რომ სამუშაო ძალის პრობლემა და მისი სიძვირე, უნივერსიტეტს პრობლემა, რომ უწევდა გადაწყობა სასწავლო პროცესის და ქართული ოცნება, რომელიც ამ უფრო უსმენს ბიზნესს. და როგორ გადაწყვიტა ეს საკითხი, ხო? მოდი ახლა გვეყოლება ნაკლები სტუდენტი, ან ჩემი ვარაუდით და რატომ ჯერა რომ ეს ნაკლები სტუდენტის საკითხი არის კრიტიკული, რომელსაც მალავს მაქსიმალურად მალავს ქართული ოცნება. ნაკლები სტუდენტი იქნება, ნაკლები ამბიციით სტუდენტი იქნება, იმიტომ რომ ის არ იქნება სტუდენტი და ამთავრებს სკოლას და ავტომატურად უნდა შევიდეს სამუშაო ბაზარზე და შესაბამისად ამ პირობებში ის ქართული ოცნება თulis რომ პრობლემა მოგვარდება. და ამთავრებს 10 კლასს, ხო? თუ 9 კლასს, 9, ეხლა ისევ 9 კლასს, ხო მგონი? ხო, ისევ 9 კლასს, გავა სამუშაო ბაზარზე და ამით ბიზნეს პრობლემას მოაგვარებს, სტუდენტსაც ჭყალებში მოუგვარებს პრობლემას იმის რომ მას აღარ მოუწევს თან მუშაობა და თან სწავლა. აი ეს მგონია რომ არის ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი იმისთან დაკავშირებით თუ რატომ ეს ნაკლები დრო სკოლაში, ნაკლები დრო უნივერსიტეტში, პლუს ცოტა პატარა პოლიტიკური ასპექტიც მგონია, პოლიტიკური ასპექტი ეს იყო გამოსვლები, ახალგაზრდები ქუჩაში, სტუდენტები, უნივერსიტეტები როგორც კერა, სადაც ეს პროტესტი ეს პატარა, მე მგონია რომ ეს არის მიზეზი, რის გამოც დაიწყო ეს ყველაფერი, უბრალოდ რაღაცა პრაქტიკული ხეირის ნაწილიც უკან მიმაქ, ხო. ანუ ამ ნაწილში რა არის, იცი, აი ცოტა საუბარი იყო. უკაცრავად რომ გაწყვეტინებ, მაგრამ დაახლოებით 1 წლის წინ ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვიუ გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გუიმრაძესთან ჰქონდა პრემიერ-მინისტრს ინტერვიუ და იქ ახსენა ძალიან საგულისხმო დეტალები მასთან დაკავშირებით, რომ ძირთადად იყო ილია უნიზე და სტუდენტებზე საუბარი და იმაზე, რომ პროტესტში არიან ეს ადამიანები, სტუდენტები ჩართულები და სწორედ აი ამ დისკუსიას მეორე კითხვად კი არ და პასუხად მოაყოლა მაშინ პრემიერ-მინისტრმა რომ ფუნდამენტური რეფორმებია საჭირო როგორც უნივერსიტეტში ასევე სკოლებში და მგონია რომ ეს ინტერვიუ არის მართლა აი ყველაფრის გასაღები ამიტომ ვიკითხე რომ იქნებ თქო შარშან დაიწყო ამაზე რეალურად უფრო ფართოდ ფიქრი იმაზე რომ მეც მგონია აი გეთანხმებით მადლობა იმისთვის პატარა შეიძლება არასწორი სიტყვა იყო უბრალოდ რა არის აი ჩემი აზრით არის ბევრი მნიშვნელოვანი მიზანი ქვემიზანი თუ ქვეამოცანა ერთ-ერთი ეს არის ეს პოლიტიკური კონტექსტი და უბრალოდ სიტუაციიდან გამომდინარე როგორც თქვით ხო ეს თუ ეს არა და ყველა ამოცანა ეს არა შენობები კი პოლიტიკურად სტუდენტების ესე თქვა ჩახსნა პოლიტიკური პროცესებიდან კი აკადემიური პერსონალის და უნივერსიტეტების თავისუფალი უნივერსიტეტების დასუსტება კი ქუთაისის უნივერსიტეტის გადარჩენა კი ყველა არის ანუ არ არის ერთი მიზანი ხა დაუბრუნდები თუ შეიძლება შენ კითხოს რომელსაც დიდი შესავალი გაქვს კვლევებზე ხო აი ეს არის ჩემი აზრით რაღაც ხრივ ძალიან სუსტი წერტილი ქართული ოცნების, როდესაც მან განაცხადა, რომ იმიტომ რომ აი ისეც რო ახსნათ რა, რომ ის რომ ბიზნესი ამბობს ერთ რამეს რა. ბიზნესი ამბობს, რომ
ჭირდება სამუშაო ძალა. შემდეგ ის კვლევები რაც ტარდებოდა, სოფო როგორ იყო, იყო სექტორალური და მაგალითად რაღაცა სექტორა ეკონომიკის და განვითარების სამინისტრო, ფოთაშორის ევროკავშირის ფულით აფინანსებდა ევროკავშირი ამ ყველაფერს. დავის დროს და ის სისტემები რაც შექმნა ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა. შემდეგ უკვე მოხდებოდა ჯეოსტატის დახმარებით ბიზნესებთან დაკავშირებ, მხოლოდ ბიზნესებთან, ესეც მნიშვნელოვანია, ხო? ანუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველა მთლიან სპექტრს სასწავლო პროგრამებისას ვერ ვფარავთ. ძალიან ბევრი პროფესია არის, რომელიც არ არის კავშირში საერთოდ ბიზნესთან. კი ბატონო. ხო? ანუ რა მე ბიზნეს, ანუ მე ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი და კვოტებს განსაზღვრავ ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე. პირველი მოცეკვავეები დაითვალეთ. ხო, აი როგორ უნდა განსაზღვრო მხოლოდ ბიზნესთან. რამდენი ბალერინა გჭირდება? ხო, ესე და მე მნიშვნელოვანი არის რომ რა იყო იცი რომ აი საჭიროებებზე იყო აი რა ტიპის პროფესიები არის კონკრეტულ სექტორებში მოთხოვნადი. მაგალითად რო ავიღოთ სტუმართ მასპინძლობა, პირობითად იყო რომ ბიზნესების 70 ეს გამოკითხვა იყო, ეს კვლევა არ იყო. ეხლა კვლევა არ კეთდება, გამოკითხვები კეთდება. და გამოკითხო სტუმართ მასპინძლობის ბიზნესის რამდენმა წარმომადგენელმა თქვა რომ ჭირდება პირობითად ოფიციანტი. და შედეგი არის 75%-მა გამოკითხული კომპანიების თქვა რომ ისინი ასე ვთქვათ ნაკლებობა აქვთ ოფიციანტებს. აი ამ ტიპის კვლევები კეთდებოდა. ეხლა რა კეთდებოდა ჩვენ და რა კეთდება არ ვიცით. მაგრამ ზოგადად შემილია და იმის საფუძველზე დადგენა რამდენი პირობითად ოფიციანტი ჭირდება ეკონომიკას, ну სრული აბსურდი მგონია იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ ის ბიზნეს რეესტრი, რასაც იყენებს ჯეოსტატი თუ დეტალებში შევალთ, რითაც ატარებს ამ გამოკითხვებს, აბსოლუტურად არ იძლევა რეპრეზენტატულობის შესაძლებლობას. ამაზე ვთქვი. ანუ რეალურად რაოდენობებს ითვლიან დასაქმების ადგილ, ანუ სფეროების მიხედვით, აი იცი ისი კითხვა მინდოდა, რომ რა ბიზნესები, რა შინაარს, რა სახის ბიზნესები ითხოვენ ამას მომსახურების სფერო ძირითადად თუ შედარებით ყველას სხვადასხვა სფეროში კოდების მიხედვით მიმართულება, ანუ რა არის მათ კიდე საინტერესო იცი, რომ ეს ჩაშლა ძალიან რთული არის ქვე დონე, პროფესიების დონეზე არ კეთდება, ეს კეთდება სექტორების დონეზე და ჩაშლა შეიძლება ხეთდებოდეს აი როგორ იცი? მაგალითად მრეწველობა და მე ჩაშლა სუბუქი მრეწველობა და კიდე რაღაც სხვა ტიპის მრეწველობა. ანუ შენ ვერ გახვალ ჩემი აი ღრმარწმენით ასეთი გამოკითხვებიდან ვერ გახვალ რო რეალობა ხო იმ უნარებზე რა უნარების მიღებაც ხერხდება სასწავლო პროგრამების შედეგად ვერ გახვალ და ვერანაირად ვერ გახვალ რაოდენობაზე. ანუ ეხლა რამდენი იურისტი ჭირდება საქართველოში ქვეყანას აი თუ გვაჩვენებს განათლების და მეცნიერების სამინისტრო კვლევას, სადაც აი მე პირადად დამისაბუთებენ, რამდენი იურისტი ჭირდება საქართველოს, აი ორი ხელით გავხდები ამ რეფორმის, აი საჯაროდ ხო გავა ეს პოდკასტი საჯარო იქნება, ხო? ამ რეფორმის მხარდამჭერი. მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რომ დაითვალო შენ სწორი რაოდენობა საჭირო ქვეყნისთვის იურისტების. თან მით უმეტეს ეს უნდა გააკეთო წარსულის მიხედვით. ანუ ერთი მხრივ ვაცხადებთ, რომ ტექნოლოგიური გარღვევა, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც სulis სამყაროს, აი თვიდან თვემდე, სulis სამყაროს და შენ ამბობ, რომ დღეს რაღაცა კვლევის საშუალებით 5-6 წელიწადში ადამიანი რო გავა შრომის ბაზარზე, ის იქნება შესაბამისად მორგებული იმ შრომის ბაზარს, არ ვიცი, არ მჯერა და ყველაზე მეტ კითხვას ტოვებს სწორედ ის, რომ აი მანახონ რა, გვანახონ ეს კვლევები და გვითხრან, რომ აი ამის საფუძველზე კვოტას აწესებენ X რაოდენობით. და რაც კარგი იყო სოფო, უკაცრავად ხეთი არ გასცდა. აი ერთ მე ბოლოს და მე გავჩერდები. მაგრამ ერთსაც ვიტყვი რა, რა იყო კარგი და არის ამ სისტემაში. მილიონი პრობლემა. აი პრობლემებზე შეგვიძლია ცალკე თუ გინდათ ცალკე პოდკასტი გავაკეთოთ რა პრობლემაა. კარგი არის რომ ეს
სისტემა არის ჩემთვის, როგორც ეკონომისტისთვის, საბაზრო პრინციპებზე აგებული და აძლევს სწორ პასუხებს მოთხოვნადი პროფესიების შესახებ საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებით. რას გულისხმობ რა? რომ არ იყოს პირობითად ბევრს ლაპარაკობენ განსაკუთრებით ქართული ოცნების ეს მთავრობა, აი ამდენი იურისტი, თვითონ იურისტები არიან დიდწილად, ამდენი იურისტი არ ჭირდება ქვეყანას. აი ფიცი წამს ბოლო მაკვირვებს. 30 წელია საქართველოში იურისპრუდენცია, სამართალმცოდნეობა არის ტოპ 2-ში ან 3-ში მოთხოვნად პროგონი ტოპ 2-ში ან 3-ში კეთი იქნება, ხო? მე საბაზრო ეკონომიკით აწყობილი განათლების არ მჭერა. მაშინ ვიდაოთ ამაზე, მაგრამ მე რა გულისხმობ იცი კეთი? იცი ის თქმა მინდა რომ არ იყოს. აი 30 წელი, რამდენი თაობა, ხო? 1-3-4 თაობა. ადამიანების. უკვე 30 წლის წინ ვინ ჩააბარა, სავარაუდოდ მისმა შვილმაც გადაწყვიტა სწავლა. არა, ჩვენ ხა ადამიანის ეთნიციონალური ხო არ არის? არა, რას ვამბობ, იცი რომ? აი მე მაგალითად ძველ ბერძნულზე ჩავაბარე. რო წავედი გერმანიაში. ამ გაჭირვებული საქართველოსთან მე იქ ძველ ბერძნულზე ვსწავლობდი. ჯერ აქ უკვირდათ, მე იქ უკვირდათ, მაგრამ თუ დააკვირდებით, თუ ადამიანი ირჩევს რაღაცას თავისი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ხო ჭანჭიკები არა ვართ, ან ბაზარს, ან სახელმწიფოს არ ვემსახურებ. უნდა ადამიანს იყოს კონტრაბასისტი, ხა, ჭირდება, არ ჭირდება სახელმწიფოს უნდა და ხა. და სხვადასხვა მარტო ასეთი ადამიანები აღწევენ რამეს. თუ შენი მან განგისაზღვრა, რომ შენი ხო მე ამაში მჭირდებით, იმ გზას ადკახარ, ეგეთი ადამიანების დიდ გარღვევას ვერ ახდენ. რა თქმა უნდა, ყველა ვერ ისი რა არის, მე უბრალოდ ერთ არგუმენტს ვიტყვი რა, რომ ჩემთვის ამ ნაწილში ამიტომ ვიკითხე რა, ხო? 30 წელი თუ მოთხოვნადია ეს პროფესია. შეიძლება არ არის, არ ვიცი. არა, მოთხოვნადი რა გაგებით, იცი სტუდენტების დიდი რაოდენობა სწავლობს. 30 წელია. დაუჯეროთ რა ამ ადამიანებს. ხო, რა თქმა უნდა და უნდა ისაა. აი, მესმის, მაგრამ სად მიდის თქო შემდეგ ამ მაგალითად, მიდის ესე იგი. თავის პროფესიაში მიდის? არ ვიცით არც ეს. მაგრამ ეგ არა აუცილებელი. სადაც უნდა ისწავლიდეთ. ხო, პრინციპში ბრიტანეთში მიდიან ძირითადად საგარეო სამინისტროში, საგარეო სამინისტროში, ანუ ეს არის ძირითადი ის ცოდნა, რაც მათ აქვთ, რომ შეძლონ ლაპარაკი და ასე შემდეგ და აი კლასიკური დამთავრებულები ძველ ბერძნულისთან. თავია რადიკალურად განსხვავებულ სფეროში არ წავიდეს და საბოლოოდ არ დაასრულოს უნივერსიტეტის მერე პირობითად ვამბობ სპარის კონსულტანტად, სადაც უმძიმესი პირობებია, ხო? იმას უფრო გააპროტესტებ. იმიტომ რომ შენ გაგხმა და ისინი ამბობენ რომ ამას როგორც უმაღლეს დამთავრებულს უფრო მკაფიო ხმა აქვს და მე არ მჭირდება მკაფიო ხმა, ამიტომ არის პოლიტიკური პროექტი. ამიტომ აი ეს კი არ გამოდის რაღაც ბიზნეს ინტერესი, ამას უნდა მდუმარე ხალხი ბევრი. მდუმარე ხალხი ნაკლები სოციალურ კაპიტალს ისეთი ნაცნობებიც რო არ აყავს, იმიტომ რომ აი ხა ის დრო ხო აღარ არის, რომ ადრე იყო 5 უნივერსიტეტი და რაღაც 200 ადამიანი ამთავრებდა მთელ ევროპაში, ხა სხვა დროა. ეხა ჩვენი სიძლიერე არის ჩვენი ცოდნა და ყველგან ისინი ამზადებენ და სად უნდა გაიცნოს ხო ადამიანები, სად უნდა შეიკრიბო შენ თავისუფალ სივრცეში და აკრიტიკო ხელისუფლება, ან აკრიტიკო ოპოზიცია, ან აკრიტიკო რაღაც პრობლემები. აი უნივერსიტეტები ამ ხრივ ნებისმიერი ხელისუფლებისთვის სახიფათო სივრცე და ამისი ჩაკლა უნდა. მე ასე მგონია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ხო, მეც მასე მგონია და წეღანად ვთქვი რომ მგონია რომ განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ხო ამ რუსული კანონის შემდეგ რომ ახალგაზრდები ახლა სამწუხაროდ სტუდენტები არ არიან ესე პროტესტის ავანგარდში ვერ ვიტყვით რომ ძლიერი ძალა რომელიც ქუჩაში იდგა და დგას, მაგრამ მიუხედავად ამისა ილიას უნივერსიტეტის მაგალითმა ალბათ დაანახა ხელისუფლებასაც რომ აქვს ამ თქვათ სივრცეს პოტენციალი იმისთვის რომ ეს კრიტიკული აზრი კიდევ უფრო მძაფრი გახდეს. ერთ კითხვასაც დაგისვამთ, სანამ შევაჯამებთ. თქვენთანაც სხვა გზა არ მაქვს მომიწევს, იმიტომ რომ შენობების გაყიდვის მიმართ არ ვამბობ ესე ეკონომიკური თვალსაზრისით. თქვენთვის კეთი ისტორიულად ხო, რას ნიშნავს? იმიტომ რომ როდესაც ამ რეფორმას უსმენდი და მოვისმინეთ, გავიგეთ, ცალკე ის რომ იდეურად ეს იდეოლოგიზაცია პარალელურად ხო სხვა ძიმე ამბები რაც შემოვიდა
ჩემთვის იყო ეხლა თესეულ მაქვს მეც დამთავრებული და ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ ესე უნივერსიტეტების შენობები უნდა გაიყიდოს. მესმის რომ პირველ და მეორე კურსზე არ არის კურსზე კი არა კორპუსებზე არ არის საუბარი, მაგრამ რაღაცნაირად ჩემს წარმოდგენაში ეს შენობები მგონია რომ აშენდა რა მიზნითაც აშენდა, იმ მიზნით უნდა გააგრძელოს არსებობა, ხო? ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცოტა ესე რომანტიკულად მივდექი, მაგრამ თქვენთვის ხო როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენლისთვის რას ნიშნავს ესეთი მიდგომა, რომ შენობები უნდა გაიყიდოს და აქედან ჩვენ გავაკეთებთ ფულს და შემდეგ არ ვიცი, ალბათ დაიხარჯება ისევ რეფორმის განხორციელებაში, თუმცა არ ვიცით. ესაც არ ვიცით ზუსტად და ცხადეთ. კი ბატონო, ესე იგი ეს რეფორმა როგორ დაანონსეს, მაინც ჩვენთან ერთი ცნობილი ფიზიკოსი არის გია ჯაფარიძე და იმან თქვა, რომ მე როცა შემოვედი ამ შენობაში, ისეთი ატმოსფერო იყო, ვიფიქრე, აქ მე ვიმუშავებო და ეხლა ის რაც გია ჯაფარიძემ როგორც ფიზიკოსმა თქვა, ამას სოციოლოგები სწავლობენ, ერთი ცნობილი სოციოლოგია ვებკინი და ის ამბობს, რომ უნივერსიტეტები არის გაჯერებული სივრცეები და ეს გაჯერებული სივრცეები არის ისეთი სივრცეები, რომელშიც ჭეშმარიტების პოვნის პოტენციალი მაღალია და შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ ეს არის სივრცეები, სადაც ჩვენ შეიძლება სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს შეხვდე. ამიტომ განსხვავდება უნივერსიტეტი, მაგალითად ონლაინ ისე ვერ ისწავლი, იმიტომ რომ შემთხვევით შეიძლება რაღაცებს გადაეყარე და იმისთვის რომ შენ კონდეს რაღაცნაირი ნდობა, რომ ამ სივრცეში მე რაღაცა შევქმნი, ამას სჭირდება დრო და ეს დრო გამოცდის ხოლმე და გარკვეული დროის მერე შეიძენს ამ უნარს, რომ შენ ჩათვალო, რომ მე აქ შემიძლია რაღაცა გავაკეთო და შემიძლია თავისუფლად ვიაზროვნო და შემიძლია შეცდომაც დავუშვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ეს უნივერსიტეტები ეხლანდელი თბილისისთვის მაგალითად, ხო, ეს არის ადგილები, რომელიც სავსე არის ამ განსხვავებული ძალიან მრავალფეროვანი ახალგაზრდობით და აი მაგალითად რომ გაივლით თქვენ კონსერვატორიასთან, ხო, ისმის მუსიკის ხმა, თქვენ რომ გაივლით თეატრალთან, იქ რაღაც ტიპის ხალხი დგას, ხო, ეს ქმნის ქალაქს და ჩვენ გვინდა რომ ქალაქი იყოს ისეთი ქალაქი, სადაც ეს მრავალფეროვნება არსებობს, რომელიც დუღს ქალაქი. აბა რა გვინდა ჩვენ რომ ვინ გამოდიოდეს კონსერვატორიის შენობიდან, ვინ გამოდიოდეს მე-6 კორპუსიდან, ან მე-8 კორპუსიდან, ხო? ესენი არის სივრცეები, რომლებიც შეიქმნა თავის დროზე, როცა ქმნიდნენ იქ უნივერსიტეტი იყო, რომ ის გზაგასაყარზე უნდა იყოს ჩვენი რექტორის იმეორებს და ყოფახიძე მე ის აქტივით უპასუხა, რომ ის მაშინ არ იყო ცენტრი. ის არ იყო ცენტრი, მაგრამ ჩაიფიქრეს როგორც ცენტრი. იმიტომ შენი ქალაქის გული როცა ფეთქავს, რაღაცით უნდა ფეთქავდეს, რითი გინდა ფეთქავდეს სუპერმარკეტებით? უნდა ფეთქავდეს სწორედ ამით, ხალხით, რომელიც არის მრავალფეროვანი, ეძებს რაღაცა ჭეშმარიტებას, უნდა რომ მიიღოს ცოდნა. ეხლა ამის რედუცირება ქონებ იმად რომ ეს არის რაღაცა ტიპის ქონება, რომელიც მე შემიძლია გავიტანო ბაზარზე, ჩვენ სტენჭიკებად გვაქცევს და ამ ხელა გაჯერებულ სივრცეებსაც აქცევს უბრალოდ შენობებად. რაც ჩვენ არ უნდა დავუშვათ. მადლობა. იგივე კითხვა მაქვს გოგა თქვენთანაც. ოღონდ ცოტა ესე არ ვიცი ზუსტად რაოდენობა, რამდენ კორპუს გაყიდიან და ვის მიყიდიან, რას აპირებენ, მაგრამ ეკონომიკურად რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მე როგორც ვხედავ ამ რეფორმის მიზნებს და ამოცანებს, აი მივყვებით მაგას, ხო? ნუ აი რა ვიცი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართულ ფონდიდან დაფინანსებისგან მოხსნა ერთი არის. სტუდენტების უნივერსიტეტიდან ჩამოშორება და საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან და შრომის ბაზრისთვის უფრო ადრე და იაფად მიწოდება. აბადიეთ ამ ტერმინისთვის, ხო? მეორე ქვემიზანი. მესამე შეიძლება არის ურჩი აკადემიური პერსონალის, მაგალითად ილიაუნიდან ან სხვა უნივერსიტეტებიდან კონტროლი ეს. და აი აქ შემოდის მეოთხე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს არის ბიზნეს ინტერესი, იმიტომ რომ ქართული ოცნება ყველაფერთან ერთად და ეს ბოლო კორუფციული სკანდალები ამაში კვარწმუნებს, ეს არის პარალელურად ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანი ბიზნეს პროექტიც. ოღონდ ესეთი შავი, არაფორმალური გამდიდრების საშუალება ძალიან ბევრი ადამიანისთვის და ჩემი აზრით ნიშანდობლივი იყო, აი ორმა ფაქტორმა წაახალისა ვფიქრობ ეს. ეს იყო ომი უკრაინაში და შემდეგ ეს იმიგრაციის დიდი ტალღა, მაგრამ ასევე ეს დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში და ისრაელში და იქიდან
ტალღა იმიგრაციის და უძრავი ქონების შეძენის ინტერესი და მე ამის საფუძველზე ფასების ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში ეს იყო და ექსპერიმენტი ამ სპორტის უნივერსიტეტის შენობის დანგრევის და იქ ამ რაღაცა ათეულობით სართულიანი კომპლექსის აშენების ინიციატივა, რამაც ჩემი ვარაუდით, აქ ვარაუდის დონეზე ვამბობ, დაანახა ამ ყველაფერში ქართული ოცნების რაღაცა ერთ კონკრეტულ ჯგუფს ბიზნეს ინტერესიც, რომ შესაძლებელი არის აი ამ განათლების რეფორმის ქოლგის ქვეშ შესაძლებელი გახდეს რომ და მათ შორის აი ისიც ხო აი მაგას ვიტყვი რა რომ აი სტუდენტების თემაში მაგაზე დაუბრუნდები რა პრობლემა არის ქართული ოცნებისთვის არა მხოლოდ სტუდენტების დიდი რაოდენობის ყოლა რაც აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა არამედ ქალაქის ცენტრში ახალგაზრდების დიდი რაოდენობის ყოლაც ესეც პრობლემაა რომ აქედან მოდის მათ შორის ეს რუსთავის ინიციატივაც და შესაბამისად აი ეს დაემთხვა ერთმანეთს ანუ ქართული ოცნება ფულს აკეთებს ინფრასტრუქტურული პროექტებით როგორც დავინახეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში როგორც მინიმუმ კორუფციული გზით ამიტომაც სუფთა მარტო ეს რო ავიღოთ საინტერესო არის ახალი დიდი კამპუსის მშენებლობის დაინიცირება ასევე ფულის გაკეთება შეიძლება ქალაქის ცენტრში ტერიტორიების გასხვისებით და მე ამის გაყიდვა როგორც ეს არის რეფორმის ნაწილი მაღალ ტექნოლოგიური კამპუსის მშენებლობა და მე აი ამ ასპექტის ასე რაღაცა მათ შორის ხსენებაც რა მე მგონია რომ განსაკუთრებით ბოლო წლებმა დააჩქარა ეს ელემენტი დააჩქარა რა ანუ პრიორიტეტიზაცია მოახდინა, რადგანაც მგონია, რომ რუსთაველი, არა, უფრო ჭავჭავაძე, საბურთალო, აი ეს უბნები, რომელიც ითვლება, რომ არის ძვირად, ასე ვთქვათ, ღირებული უძრავი ქონების უბნები, ძალიან დიდი შესაძლებლობას ხედავს ქართული ოცნება, რომ ეს შენობები გამოაცხადეს კიდევაც, ხო მგონი, დაინგრეს, გადაეცეს კერძო სექტორს და ახსნა ხდება ამის რომ დაფინანსება მოხდება ამით კამპუსის მშენებლობის, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ იმ ბიზნეს კლიმატი, ისეთი ბიზნეს კლიმატის პირობებში როგორც დღეს გვაქვს, აი ეს გასხვისებისას ძალიან მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვიარაუდოთ რომ მხოლოდ დაახლოებული ბიზნეს ჯგუფები იქნებიან საერთოდ მონაწილენი ამ პროცესის და აქაც ვიღაცა გარდა ბიუჯეტში შემოსული თანხებისა სხვა გზითაც იხეირებს. ამიტომაც აი მნიშვნელოვანი ასპექტია, უფრო აი ეს ბიზნეს ასპექტია, რომელსაც უბრალოდ აი რაღაც შეიძლება ცალკეული ჯგუფები ქართული ოცნების უკეთებენ, ასე ვთქვათ, სტიმულირებას რა. უღრმესი მადლობა. ბევრი დრო აღარ მაქვს, კიდე მინდოდა რამდენიმე კითხვის დასმა, მაგრამ ბოლოს მაინც კითხავთ აი ამ პირობებში, ხო, ეხლა წეგან რომ ჩამოვსქროლებ, ნახე რომ მგონი არის აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ეხლა დღეს აი ამ დაანონსებულ ამბავთან დაკავშირებით, რომ TSE-ს უნდა შეუერთდეს. დღევანდელ პირობებში, როდესაც ქართული ოცნება რაღაცნაირად ყოველდღიურ აი ამ რეჟიმში ცდილობს სხვადასხვა კანონის საფუძველზე გარდა ვთქვათ არასამთავრობო სექტორისა, მედიისა, ზოგადად საზოგადოებას, აი ეს რაღაცა საზოგადოება რაღაც გარკვეული წნეხის ქვეშ მოაქციოს, გაქვთ თქო არა იმის იმედი, რომ თუნდაც აკადემიურ სფეროში TSE-ში ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექტორები მაინც ხმას ამოიღებენ და აი რას ელოდებით რეფორმის დასაწყისის პერიოდში. აი რა დროში შეიძლება დაიწყონ ამის განხორციელება და რეალურად აქვთ თუ არა ამისი როგორ გითხრათ, ანუ ახალგაზრდების რაღაცა პირობებში, იმ პირობებში, რომ ცოტა სხვა დრო გონია, იმ ხრივაც რომ სკოლებში შეიძლება ბევრი ცვლილება, პოზიტიური ცვლილება არ განხორციელებულა ბოლო წლებია, მაგრამ აი თუნდაც ახალი თაობის პირობებში შეძლებენ თუ არა აი ამ რეფორმის ხო 80%-ით მაინც განხორციელებას. დღეს ხო რაღაც განახორციელეს უკვე. ეხლა შევხედოთ რა ის ამე TSE-ს პროფესორები ძალიან აქტიურად აბრალდებიან. ანუ ეს უბრალოდ ესეთი
იმიჯია რატომღაც რომ ისინი არიან ხო ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ვიდეოში და ძალიან ჩვენი ხა 31 იანვარს შაბათს პირველ საათზე ექსპო ჯორჯიაში ვიკრიბებით გაერთიანებული შეხვედრა სადაც სწორედ TCL-ს ბევრი პროფესორიც იქნება და მთავარი გამოცდილიც ერთ-ერთი TCL-ს პროფესორია მოკლედ ჩამოაყალიბებენ და ყველა არის მოწვეული რომ ღიად ვილაპარაკოთ ამ პრობლემებზე დღეს TCL-ს ბაღშიც დაანონსეს სტუდენტებმა როგორც მე ვიცი აქცია ზოგადად მე მგონია რომ ქართულმა საზოგადოებამ უჩვეულო მისთვის უჩვეულო სიჯიუტე გამოიჩინა პროტესტისას საბჭოთა კავშირში ჩვენ გამოვირჩეოდით იმით რომ არ ვემორჩილებოდით საგრამ პოულობდით ტაქტიკას რაც გაძრომის გზა არის ეხლა ეს არ მოხდა და ეუნებიან რომ დაგიჭერბდოთ დროზე დგომისთვის მაგრამ ისინი დგებიან ტროტუარზე ხო ეს არის ჩემი აზრით ჩვენი გამოსავალი და მე ასევე მგონია სულ იმედი მაქვს რომ ჩვენ არ დავკარგავთ ამ უნარს როგორც პატარა საზოგადოება ჩვენ მუდმივად ხვდებით ერთმანეთს მინიმუმ პანაშვიდებზე ხო უცოდ ვიღაცები მოდიან რომელიც ანუ იწყებს ამის განორმალიზებას და ისეთი რაღაცა არ უნდა გავუკეთოთ ერთმანეთს როგორც შერეკილებში იქნება ამბობენ რომ თვალებში შეხედვის ხო ჩვენ ვართ ძალიან პატარა საზოგადოება და ნუ გადააჭარბებენ იმიტომ რომ ეხლა აღმოჩნდა რომ მიუხედავად ბევრი სხვადასხვა კავშირისა და ახლობლობისა ხალხი რჩება პრინციპული და ამ პრინციპულობის იმედი მე მაქვს მადლობა უყმესი. თქვენ რას ელოდებით და საზოგადოების რეაქციაზე უფრო მაინტერესებს მოლოდინები. მე მგონი პირველი, რამოდენიმე პუნქტი მაქვს რა. აი რა გვაჩვენა დღევანდელმა მოვლენამ. მგონი ქეთისაც ეს აზრი კომისიც ეს აქედან წამოვიღე, შეიძლება რომ თუ იქნები თუ შენ ინსტიტუციაზე ან შენ სფეროზე ძალადობენ თუ იქნები ჩუმად უფრო სწრაფად მოხდება შენი განადგურება. აი სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის кейსი არის ეს кейსი. პირდაპირ ხმამაღლა ვიტყვი, რომ მე ვფიქრობდი, რომ იქიდან გამომდინარე თუ რამდენად ლოიალური არის ტექნიკური უნივერსიტეტი ამ სისტემის, მახსოვს ეს განცხადებები თუ როგორ მოწონდათ ეს სისტემა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი იყო. კი, ყველაფერზე ის კონტაქტ მოდგან. რექტორის კონტაქტ. პირდაპირ ვიტყვი, პირველ რიგში სოლიდარობა ამ ადამიანებს, მე მართლა წარმომიდგენია ჩემი თავი მათ ადგილას და ძალიან მაწუხებს მათი მდგომარეობა, პირდაპირ ვამბობ ამას, იმიტომ რომ ეს არის ძალადობაა რა, ანუ ადამიანებს ფაქტიურად უნებია რომ მორჩა აღარ არსებობს ის რასაც შენ აკეთებდი დღეს გამოვაცხადეთ რომ აღარ არსებობს და ეს არის ჩემს მიუღებელი ზოგადად და განათლებაში ასევე მაგრამ ამანაჩვენა ეს რომ ინსტიტუციები რომლებიც იქნებიან ამ რეჟიმის პირობებში ლოიალურები და ჩათვლიან რომ ლოიალობით ისინი შეძლებენ გადარჩენას ეს არ არის გადარჩენის სწორი სტრატეგია. იგივე არ გადაუხვევთ ემას, მაგრამ დაახლოებით იგივე ტიპის ძალადობა ხორციელდება დღეს საცალო ვაჭრობის ქსელებზე და ეჭვი მაქვს თუ ისეთივე ლოიალობით შეეგუებიან ეს ჯგუფები ამ სექტორში ბედს, უფრო და უფრო დიდი იქნება მათზე წნეხი. და უფრო და უფრო მეტად იძალადებს რეჟიმი მათზე. შესაბამისად, პირველი რომ აზრი აქვს წინააღმდეგობის გაწევას თუ თვლი რომ რაღაცა უსამართლო ხდება შენ თავს. მეორე რაც შეეხება ვინ უნდა უშველოს თავს. მე მგონი აქ გამოიკვეთა უკვე აქაც გამოიკვეთა რომ უპირველეს ყოვლისა თუ კონკრეტული სფერო არის აი ასეთი ტიპის ძალადობის მკვლელი, მან უნდა აიმაღლოს ხმა. საზოგადოება გამოიჩენს სოლიდარობას თუ ამ ძალადობის მსხვერპლი თუ ესე რა ქვია მიზანში ამოღებული ობიექტი თუ სუბიექტი არ გადაიქცევა ობიექტად და იტყვის მაინც, გააჟღერებს მაინც რომ ის არ ეგუება ამ ტიპის ქმედებას. შეუძლებელია, ანუ აი როგორ თქვა რა, ტექნიკური უნივერსიტეტი რომელიც იწონებდა აი თავის
ის გახდა რა, რომ იწონებდა რეფორმას და ეხლა ამ რეფორმის ფარგლებში რომ მოხვდა თვითონ გაუქმებული, აი ეხლა რა ქნას? ხო კარგი იყო რეფორმა, მაგრამ ამიტომაც საზოგადოება ტენდენცია სავითარი თან ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს შეწინააღმდეგე ყველაფრის მომწონებელი თითქოს მე მსხვერპლი ხდება და უნივერსიტეტს დაემართა ესე სამწუხაროდ. ხო, რაღაც ვიცოდით, წიგნებიდან ვიცოდით, ისტორიიდან ვიცით, მაგრამ რაღაცა ეხლა ლაივ რეჟიმში ხედავთ ქართული ოცნება როგორ აი გუშინაც ეს დრაკონული კანონები, რომელიც დაანონსდა, რომელიც ყველაფერს არ ვიცი შეიძლება აქ ლაპარაკიც უკვე ჩაითვალოს არ კრიმინალად, მაგრამ ის თქმა უნდა მოკლედ ვიტყვი რა, რომ მე მგონია, რომ ეს მდგომარეობა გვაჩვენებს, რომ ინსტიტუციებმა უნდა გამოიჩინონ სოლიდარობა და უნდა ესე ვთქვათ, საკუთარ პრობლემებზე აიმაღლონ ხმა და არ არის აუცილებელი არ ვიცი რადიკალიზმი, მაგრამ აუცილებელი არის პოზიციის დაფიქსირება. და არ უნდა აღმოჩნდეს დღეს როგორც აღმოჩნდა ეს ორი უნივერსიტეტი, ფაქტიურად, რეალურად, ობიექტურად რო შევხედავთ, ესე არანაკლებ გამოწვევის ქვეშ არის, ხო? საბოლოო ჯამში ისიც როგორც ერთეული უქმდება და რაღაც ახალი შეიძლება იგივე სახელით ფუძნდება, მაგრამ ფაქტია რომ უქმდება. და აი ეს არ უნდა მოხდეს. და რაც შეეხება ქართული ოცნების პოლიტიკას, ნუ ხვდებით ხო, ეს არის ერთი სქემა სხვადასხვა ტიპის ჯგუფებზე და შესაბამისად მე მგონია, რომ საზოგადოება გადაირჩენს თავს თუ იქნება აქტიური და აქტიურად გაუწევს ამას წინააღმდეგობას. ბოლო ბარათაშვილის მერანი მაინც გაიხსენოთ, მოვუწადოთ. ბევრი რაღაცის გახსენება გვიწევს ბოლო წლებია, ბოლო პერიოდია და წეგან რასაც ამბობდით ხო რაღაცნაირად სხვების მაგალითზე მაინც უნდა მიხვდნენ ხოლმე და განსაზღვრონ თავიანთი მომავალი იმ ადამიანებმა, ვინც გადაწყვიტა რომ რაღაცნაირად ყველაფერი მოუწონოს ქართულ ოცნებას და დაეთანხმოს ყველა სახის პოლიტიკაში, თუნდაც ეს იყოს რეპრესიული სხვა ადამიანების მიმართ არადემოკრატიული და მჩაგვრელი პოლიტიკა. უღრმესი მადლობა. აი იმის ფონზე ძალიან პატარა დასასრული მინდა გამეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, რომ ცოტა ვილაპარაკეთ სკოლებზე, მაგრამ რეალურად საბავშვო ბაღებიც არ არის ნახსენები ამ რეფორმაში მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღების სფეროც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია საქართველოში. სკოლებზე ცოტა ვილაპარაკეთ, იმიტომ რომ ეს რაღაცა უფრო ეკონომიკური თვალსაზრისით და თქვენთან საუნივერსიტეტო სფეროზე მოგვიწია, მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს დღეს სასკოლო სფეროს. ვიდეოში საუბრობდი იმაზე, რომ რეალურად აი მაგრძალვების ფონზე სხვა გამოწვევების წინაშე არის, ხო 70% არის, ვთქვათ, არა ნორმალურ ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურულ პირობებში სასკოლო კვებაზე არის წლებია საუბარი და ვერ განახორციელა ხო ხელისუფლება ამ პროგრამის დაწყება და ბევრი მოკლედ ეს პრაქტიკული ლოჯისტიკური პრობლემები აწუხებს ასევე უნივერსიტეტებს და აი ამის ფონზე დღეს ვიგებთ რომ სრულიად ისეთი ამოყირავებული სისტემა უნდა განახორციელოს ქართულმა ოცნებამ განათლების სფეროში. უღრმესი მადლობა, ბევრს აღარ გავაგრძელებ, მოკლედ კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი რეპორტიორის დღიური, რომელსაც ვაკეთებთ პროექტ 64-ის ფარგლებში და ეს არის რეპორტიორის პოდკასტის მეორე ეპიზოდი. დაგიბრუნდებით შემდეგ კვირას. მადლობა.